მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი ჩვენ. ჩემთვის ეს სიტყვა ნიშნავს ერთობას, მხარდაჭერას, ნიშნავს იმას, რომ შენ მარტო არ ხარ, შენ შფოთვაში, შიში თუ დაბნეულობაში. დღეს ჩემთან ერთად არის საშა კაცმანი, როგორც პიროვნული და ორგანიზაციული ცნობიერების განვითარების მენტორი. ჩვენ დღეს გავაზიარებთ ჩვენს მენტალურ მოგზაურობას. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ გვაქვს საერთო განცდების გამოცდილება მენტალური ჯანმრთელობის კუთხით. ძალიან დიდი მადლობა საშა, რომ ჩემთან ერთად ხარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე მე დღეს შენთან ერთად უნდა ვისაუბრო. ძალიან გენდობი ამ კუთხით და მინდა რომ ვისაუბროთ ისე, როგორც ძალიან გულწრფელად კამერების გარეშეც ვისაუბრებდით. ეს არის ამბავი, რომელსაც სჭირდება, რომ ძალიან ღია იყო. და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებსაც შეიძლება იგივე განცდები აქვთ, შეიძლება უკვე გავლილი აქვთ, ან უბრალოდ ძალიან მშვიდად არიან თვითონ, მაგრამ მის ახლობელ ადამიანებს აქვთ მსგავსი განცდები და არიციან როგორ დაეხმარონ, ჩვენ რაღაც გზა, რაღაც რჩევები მივცეთ. მადლობა, რომ ჩემთან ერთად ხარ კიდევ ერთხელ. მადლობა ქეთ დაბადიჟებისთვის. ახალი წამოწყება და მე შენ წამოწყებას და შენ მაყურებელს ვუსურვებ სასიამოვნო მოგზაურობას ამ პოდკასტით კონკრეტულად და ზოგადად მინდა გისურვო შენ წარმატებები იმაში ასაც აკეთებ და უცილებლად მოიძებნება ადამიანები რომლებიც ირეზონირებენ შენთან, შენ საუბართან, შენ ენერგიასთან, შენ სტუმრებთან და უცებად რაღაც ფასაუს წაიღებენ თავისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ძალიან დიდ პატივს გცემდი, იმიტომ რომ მიმაჩნდა, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი იყავი, მაშინვე რაც დავიწყე შენი პოდკასტების ყურება. და მგონია, რომ შენი თითოეული საუბრიდან ადამიანს შეუძლია, რომ რაღაც ღირებული წაიღოს, ისეთი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი შეიძლება გამოადგეს. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესეა. და ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ჩემთვის ის, რომ როდესაც შენი წიგნი წავიკითხე ამ ზემოთხსენებული მიზეზების გამო, სადაც გვიამბობ შენს პირად ტრანსფორმაციაზე და გზაზე გამთლიანებისკენ, წიგნს ქვია კაცმანობის გარეშე და მე ყველას გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც თვითგანვითარების გზაზე დგახართ და აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩვენ შორის მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი სხვაობა დიდია, შენ ბევრად მეტი გაქვს ცხოვრებაში ნანახი, შეიძლება იყოს რაღაც საერთო ის განცდები, ის სიმპტომები, რომლებიც შენ განცდილი გაქვს, მე ბევრად პატარა ასაკში განვიცადე და სწორედ ამიტომ მგონია, რომ ჩვენი საუბარი ძალიან საინტერესოდ შედგება. პირველ რიგში მაინტერესებს, როდესაც შენთან მოდის ადამიანი, სწორედ ამ სერვისის მისაღებად ასე რომ ვთქვათ. რა კითხვას უსვამ იმისათვის, რომ მოგიყვეს თავისი ამბავი ძალიან გულწრფელად და ღიად. მინდა რომ ჩვენი ეს საუბარი იყოს მაყურებლისთვის იმის ილუსტრაცია, როგორია რეალურად ეს მენტორის კონსულტაცია და შენ იყო დღეს ჩემი მენტორი. საინტერესო მოპატიჟება. კი ბატონო, სიამოვნებით გავაკეთებ. შევეცდები ყოველ შემთხვევაში ვიდეო ფორმატში გავაკეთო, ესე არ გამიკეთებია. და იცი რა, ალბათ ყველა ადამიანი ჩემთვის პირადად, მოდი ჯერ აუხსნი რა სივრციდან მოვდივარ, როცა ადამიანს მემუშავები. ყველა მელოდიაში არის 7 ნოტი. თუმცა ეგ არ გამორიცხავს იმას, რომ ყველა მელოდია არის ინდივიდუალური. მაგრამ 7 ნოტების წყობა და ისო სულ 7 ნოტია მუსიკაში. მე მუსიკოსი არ ვარ, მსმენელი ვარ, მაინც ხას გავუსვავ, შეიძლება რაღაც ტერმინი პროფესიონალურად ვერ გამოვხატო. და ზუსტად იგივენაირად ყველა ადამიანში არის 7 საბაზისო ემოცია. უბრალოდ წყობა ამ ემოციების არის ინდივიდუალური. ანუ ყველა ადამიანს აქვს ჩემი აზრით ეს გაზიარებული ადამიანური გამოცდილება. ყველანი ვიბადებით. ყველანი გავდივართ ბავშვობას. ყველას ყავს ამზდელი ოჯახი. ანუ ეს არის საერთო. მაგრამ ამ საერთოში
არის განსხვავება. ყველა ოჯახი ინდივიდუალურია. გააჩნია თავისი უნიკალური ფასეულობათა სისტემა, უნიკალური ურთიერთობების კულტურა. თვით გამოხატვა უნიკალური, ემოციური რეაგირება უნიკალური. ანუ თან არის განმასხვავებლებიც და არის გამაერთიანებლებიც ყველა ადამიანურ ისტორიაში. ამიტომ რაღაცა კუთხით ალბათ ადამიანს პირველ რიგში ვეკითხები რისთვის მოვიდა. და რისთვის მოხვედი შენ? მე იმისთვის მოვედი, რომ დავადექი იმ გზას, საწყის რა თქმა უნდა მოვყვები მოგვიანებით, მაგრამ ეხლა რა ეტაპზეც ვარ, უკვე ის მომენტია, როცა ეს ყველაფერი თითქოს გადავხარშე, მივხვდი რაღაც მიზეზებს, მივხვდი იმას, რომ როცა აზრი მოვა, ამ აზრს კი არ უნდა შევყვე, უნდა გავუშვო, ფაქტად კი არ უნდა მივიღო, უნდა მივიღო ჩვეულებრივ აზრად, რომელიც არც თუ ისე საშიშია და უნდა მივხვდე, რომ ტვინი გვეთამაშება რეალურად. მე როგორც ვახსენე დასაწყისში, იქიდან გამომდინარე, რომ შენ დამინდობა მქონდა გაჩენილი და როცა ეს ციგნი ალბათ ეს რაღაც ინტუიციურიც არის და შეგრძნების დონეზე მოდის, იმიტომ რომ როცა ადამიანს უსმენ, შეიძლება ვიღაცისთვის რთული მოსასმენი იყოს, ღრმა ადამიანი, შეიძლება ვიღაცისთვის გაუგებარიც კი იყოს, ან დამღლელი იყოს, მაგრამ ჩემთვის შედგა თითქოს ის რაღაც შინაგანი დიალოგი, როდესაც შენ გისმენდი. ამიტომ მომინდა რომ გამეზიარებინა ძალიან გულწრფელად ჩემი გამლილი გზა და ის ეტაპი, რომელიც ეხლა დგას ჩემს ცხოვრებაში, რომ ყველაზე კარგად ვარ ეხლა, ვიდრე აქამდე ვყოფილ ვარ. და რა თქმა უნდა, ამასაც მოვყვები, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. მოვყვე როგორ დაიწყო? პირველად, როდესაც ცუდად გავხდი, რასაც ქვია ცუდად გახდომა, ძალიან პატარა ვიყავი. ვიყავი 11 წლის. და ცუდად ამ დროს როგორ ხდებიან ხო 11 წლის ასაკის ბავშვი არ გულისხმობ რაღაც სერიოზულ დაავადებას, გულისხმობ იმას, რომ ძირითადად რაღაც ვირუსი შეიძლება დაემართოს, სიცხე კონდეს, გაციებული იყოს ბავშვი, მაგრამ ის რომ ბავშვს გულისფრიალი კონდეს და შფოთვები და ამის გამო იყოს ცუდად, ეს მაინც იშვიათი შემთხვევაა. გავიზარდე ძალიან ჩვეულებრივად, არ მგონია რომ ან ზედმეტი მზრუნველობა იყო ჩემზე, რომ ამას ის გამოეწვია, რომ ძალიან მიჯაჭვული ყოფილიყავი ჩემ მშობლებზე. არც ის მგონია რომ პირიქით დეფიციტი მქონდა, რასაც შეიძლება ის გამოეწვია, რომ აი ყურადღებას ვითხოვ და იმიტომ ვხდები ცუდად, არ ვიცი რამ გამოიწვია ბოლომდე, მაგრამ სიტუაცია იყო ესეთი, რომ ოჯახის ახლობლებთან დამტოვეს, რამდენიმე საათით ჩემო მშობლებმა მიდიოდნენ რაღაც ღონისძიებაზე. და ამ ოჯახში მე ყველას ვიცნობდი. მაგრამ მიუხედავად ამისა, თითქოს რომ მიმოვიხედე რაღაც მომენტში, აი სიჩუმე დადგა ჩემ თავში და რომ მიმოვიხედე და მივხვდი, რომ იქ ჩემი ოჯახის წევრი არავინ არ არის, ძალიან დაუცველად ვიგრძენი თავი და შიშმა ამიტანა ისეთმა, რომ დამემართა პანიკური შეტევა. უბრალოდ ეხლა ვხვდები, რომ ეს პანიკური შეტევა იყო, მაშინ საერთოდ არც ვიცოდი ეს თუ არსებობდა. არც ამდენ საუბრობდნენ იმ დროს, როცა მე 11 წლის ვიყავი. ამის შემდეგ დავიწყე ტირილი, ბუნებრივი რეაქცია ბავშვისგან, დამესია ყველა, რა თქმა უნდა, ყურადღება მომაქციეს, იქ ფანჯარა გამოაღეს, ჰაერი რაღაცა და ჩაიარა ამ ყველაფერმა. უბრალოდ მოვითხოვე, რომ ჩემ მშობლებს დაურეკეთ და უთხარით, რომ მოვიდნენ მომაკითხონ, რომ მომაკითხეს, კარგად გავხდი, წამიყვანეს და ეს ყველაფერი მაშინ ითარგმნა იმაში, რომ ნელ-ნელა რაღაც გარდატეხის ასაკში შედის, იქ ჰორმონალური ცვლილებებია, იქ რაღაც ნივთიერებათა ცვლილებები და ჩვეულებრივი ამბავია, ამ დროს გულის აჩქარება. ესე იფიქრეს. მეც დიდად რო გითხრათ სიმართლე მაშინ ამას არ ჩაუყრმავდი, იმიტომ რომ არ მქონდა ამ თემაზე არანაირი ინფორმაცია. და გაგრძელდა ჩვეულებრივად ცხოვრება. და უბრალოდ ამბობდნენ, რომ ქეთომ შიშარა ბავშვია, დამოუკიდებელი ბავშვი ეს არ არის და მარტო არსად არ მივდიოდი. მიკითხვა მაგ. რანაირი იყო შენთვის ეს გამოცდილება, როცა იყავით 11 წლის, აღმოაჩინე რომ არავინ შენი ოჯახის წევრი შენს გვერდით არ არის და ძალიან შეგეშინდა. შეგიძლია მიღწერო. განგაშის შეგრძნება ქონდა მთელ ჩემ ორგანიზმს, იმიტომ რომ გული ხო ამიჩქარდა, მუცელი ამტკივდა, თავი ამტკივდა, თვალები ამტკივდა, ჩამობნევდა რაღაცა პიქსელებად ვხედავდი და ეგეთი რაღაც პირველად ვნახე საერთოდ.
და თითქოს აი ვკვდებოდი ეგეთი შეგრძნება მქონდა რა. აი მაშინ რო გეკითხა რომ რისი გეშინია, არ გეტყოდი რომ სიკვდილის მეშინია, მაგრამ ეხა რო ვფიქრდები, ყველა შიში მაინც ალბათ ბოლოს მაქამდე დადის ადამიანის, იმიტომ რომ ცუდად გახდომის რო გეშინია, ყველაზე ცუდად როგორ შეიძლება გახდე, ხო, რომ დასრულდეს ფატალურად და ალბათ ეგ შეგრძნება იყო, რამაც ძალიან ანუ შიშის კოეფიციენტის თვალსაზრისით რო შეხედო, მე ესე ვიტყოდი, რომ ვისაც არ გამოუცდია ის რომ მიხვდეს აი მატარებლის ლიანდაგებში რო ჩავარდე და რო ვერ ამოდიხარ და რო ხედავ რომ შეთან ძალიან ახლოს არის უკვე ეს მატარებელი და გეჯახება. აი დაახლოებით როგორც წარმოგიდგენიათ რომ მაგ მომენტში შიშის შეგრძნება გექნებათ და თქვენი ორგანიზმის რეაგირება რა იქნება. აი ეგეთი შეგრძნება მქონდა ყოველი ამ პანიკური შეტევისას. ეს არ გაგრძელებულა იმ ინტენსივობით ამის შემდეგ, იმიტომ რომ მე ბუნებრივად იმ სიტუაციაში არ ვიგდებდი თავს, სადაც შემეშინდებოდა, ანუ სულ დაცულ ადგილას და ადამიანებთან ერთად ვიყავი. და ეს შესაძლებელი იყო, როცა 11 წლის ვიყავი, მაგრამ როცა დრო გადიოდა და უკვე ხედავდი, რომ სხვა ბავშვები რაღაც ნაბიჯებს დგავენ, რომ თუნდაც ჩუქნიშანზე მარტო გადადიან, სკოლაში მარტო მიდიან, მარტო გამოდიან, სახლში რაღაც დროის მონაკვეთი მარტო რჩებიან. მე ამას ვერ ვაკეთებდი, მაგრამ ეს საგანგაშო მაშინ არ იყო. კითხვა მე კიდე ერთი ბანემ შევიდე ამ სიტუაციაში ბოლომდე და ვის მოუყევი რომ ეს დაგემართა? არავისთვის არ მომიყოლია. იქ უბრალოდ რაც დაინახეს, ეს მოუყვეს ჩემ მშობლებსაც. ჩემ მშობლებმა იცოდნენ რომ უბრალოდ ცუდად გავხდი და უბრალოდ როგორც ძალიან ემოციურ ბავშვს და მშიშარას ესე მიყურებდნენ. მაშინ ეს არავის უფიქრია, რომ შეიძლება რაღაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა იწყებოდა ესეთ პატარა ასაკში. და მე უკვე ეს ყველაფერი უფრო ამ ყველაფერმა უფრო სერიოზული ფორმა მიიღო ისე, რომ როცა 13 წლის გავხდი, მთელი ჩემი 13 წლამდე არ წახვიდი, კიდე კითხვა მაქვს. და რატო არ მოუყევი შეგეშინდა რომ მოგეყოლა? მე ვფიქრობ, რომ როგორც მახსოვს, ახლა ძალიან დეტალურად შეიძლება არ მახსოვს ჩემი იმ დროინდელი შეგრძნება, ვერ ვაცნობიერებდი მე თვითონაც რა მჭირდა. ანუ არ ვთვლიდი, რომ რაღაც იმაზე მეტი იყო მოსაყოლი, ვიდრე იცოდნენ. და როცა სულად ხდებოდი ცხოვრებაში, ბავშვობა რო გაიხსენო. ქონდა სივრცე, რომ ხარდაჭერა და გაგება მიგეღო? ვერ ვიტყვი რომ არ მქონდა, იმიტომ რომ ჩემს გვერდით ყოველთვის იყვნენ, მაგრამ მე გამოვარჩევდი ფორმას მხარდაჭერისას. როდესაც შენ ძალიან ცუდად ხარ და ვერ მართავ ამ მდგომარეობას, იმიტომ რომ ეგ არის მთავარი პრობლემა იდეაში პანიკური შეტევის, რომ შენ ვერ აკონტროლებ სიტუაციას და შენს თავს. ამ დროს როცა გეუბნებიან, შეიძლება კარგი განზრახვით, თუნდაც მშობლები, რომ არაფერი არ გჭირს და თავი ხელში აიყვანე, ეს რეალურად შენ იმ მომენტში უფრო გამძიმებს. ანუ შეიძლება მათ უნდოდათ ჩემი მხარდაჭერა, მაგრამ არ ქონდათ ის ცნობიერება იმ მომენტში ამაღლებული ამ თემაზე, რომ ზუსტად ცოდნოდათ რა მიდგომა უნდა გამოეხატათ. შეიძლება არც ქონდათ ეგ ხوار გამორიცხავ იმას, არ ქონდათ ეს გამოწვევა და არც იცოდნენ რანაირი მხარდაჭერა გჭირდება. კი, ესე ვფიქრობ. ხო, ეს ხო ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ შენ ამ ადამიანებს ან არ უყვარხარ, ან შენთვის ხარდაჭერა არ უნდათ რომ მოგცენ. უბრალოდ შეიძლება მშობელმა არ იცოდეს, არ ქონდეს ამ ფენომენთან შეხება და შესაბამისად არ იცოდეს რა ფენომენია და რა ტიპის ხარდაჭერა ჭირდება ადამიანს და მიცეს სხვანაირი ხარდაჭერა, რომელიც იმ დროს როგორც შენ აღწერ, როგორც არის აიყვანე ხელში, რა გჭირს და ეგეთი რაღაცეები პირიქით შეიძლება უკუ ეფექტიც იქონიოს ასეთმა მხარდაჭერა. მაგრამ კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა. რატო დაიწყე ამ ისტორიის მოყოლით? რატო ეხლა ამ წამს რატო იყო ესეთი აქტუალური შენთვის ამ ისტორიის მოყოლა? როგორც კი საქმე ეხება თვით იდენტიფიკაციას, ასე ვთქვათ, და უნდა გავაცნო ჩემი თავი ადამიანს, მაქვს ესეთი განცდა, რომ ეს ისტორია გამოხატავს ჩემს იდენტობას იმაზე უფრო მეტად, ვიდრე თუნდაც ჩემი სახელი და გვარი. ანუ
ეგეთი შეგრძნება მაქვს, რომ თუ ეს არ იცი ჩემზე, მაშინ არ მიცნობ. და მე მინდა რომ ამ თემაზე ძალიან ღია ვიყო. მინდა რომ რადგან ეს საქმე ახალი დაწყებული მაქვს, ჩემმა მაყურებელმაც უკეთ გამიცნოს და ეს ამბავი მოვუყვე. და შენ ხარ ის ადამიანი, ვისთანაც თავს გრძნობ თავისუფლად, რომ ამ თემაზე ვისაუბრო და მგონია რომ სწორ მიმართულებას მომცემ ამ თემაზე, სწორად სასაუბროთ და სწორ კითხვებს დამისვამ. მადლობა ესეთი ნდობისთვის, სიტყვა სწორი ცოტა მზაბავს ხეულში, იმიტომ რომ ჩემ სამყაროში არაფერი სწორი და არასწორი არ არსებობს და არც კარგი და არც სული. მაგრამ მოდი დავუბრუნდები ამას. მე როგორც მესმის შენთვის თუ სწორედ გავიგონე რისი თქმაც გინდა. შენ ამბობთ რაღაცას, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი ხდომილება შენ ცხოვრებაში და იმდენად დიდი კვალი დატოვა შენზე, რომ თუ სხვა ადამიანმა ის შენზე არ იცის, შესაბამისად ვერ შეეხება იმ სამყაროს, რომელშიც შენ ცხოვრობ. კი. სწორედ გავიგონე, რასაც მეუბნები. პირველ რიგში ქეთო, მოდი ეგეთ რაღაცას ვიტყვი. პირველ რიგში მინდა ადამიანურად მოგეფერო და გაფასო იმისთვის რომ ესე გაბედუა და ღიად ლაპარაკობ ესე თემას. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ფენომენი არ არის მაინდა-მაინც შენი თაობის ფენომენი. ყველა თაობაში იყვნენ ადამიანები, ვინც განიცადეს და ახლობთ იგივე რაც განიცადეს შენ. მათ შორის მეც. შეიძლება სხვა ასაკში შეიძლება სხვა გარემოებებში, მაგრამ ჩემს ნაცნობია ის, რასაც შენ აღწერ, ხო? მე ნამყოფი ვარ, მოდი ესე თქვა. და ჩემ წიგში აღწერილი მაქვს, რომ როდესაც პირველად ძლიერ შემეშინდა, როდესაც მართლა შიშს და შფოთვას სიღრმესეულად შევეხე, მე ვიყავი უკვე ძალიან წარმატებული, უკვე ძალიან ბევრი საქმე მქონდა ცხოვრებაში გაკეთებული, უკვე ძალიან ძიმე დაავადებას გამკლავებული, ალბათ 2014 წელს 27 წლის ასაკში განვიცადე ის მოვლენა, რომელსაც შენ აღწერ, რომ შენ განიცადე 11-ის, ხო? 11. და ეგება მე შენგან მაქვს სასწაული და არა შენგან. შენ ჩემზე გაცილებით ადრე განცდილი ის ფენომენი, თუ მე და შენ მაგ ფენომენზე ვლაპარაკობთ, შენ ჩემზე ბევრად ადრე ასაკში განცდილი ის, რაც მე 20 წლით გვიან განვიცადე, მე გაცილებით მე 25 წლით გვიან განვიცადე ის იმ დონის შიში, რომელსაც შენ აღწერ. და კი ჩემთვის ნაცნობია, მაგრამ მოდი კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ თაობაში და შენს მომდევნო თაობაში ეს ფენომენი კიდე უფრო მეტად იქნება გაზრდილი. რასაც ქვია შფოთვიანობა, რასაც ქვია სტრესი, რომელიც ავტომატურად კავშირში არის შფოთვასთან, იმიტომ რომ ჩვენი ნერვიული სისტემა რო შფოთავს, ისე და ისე მე ვილაპარაკებ სამოხმარებლო ენაზე, მინდა მაყურებელს ხაზი გაუსვა, რომ მე არც ნევროპათოლოგი არა ვარ, არც ფსიქიატრი არა ვარ. ამიტომ არ ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ დიაგნოსტიკით ვიყო აქ დაკავებული. ან ნევროლოგიური დაავადებების, ან გადახრების, ან მდგომარეობების, ან ფსიქიატრიულის, ან ფსიქოლოგიურის. თუმცა გამოჩნია მდიდარი პირადი გამოცდილება და რასაც ვილაპარაკებ და რა შეფასებებსაც გავაკეთებ, ყველაფერი მთლიანად ეყრდნობა პირად გამოცდილებას და მეც არაფერს. შესაბამისად, ამას მინდა ხაზი გაუსვა. თუ ვინმე სჭირდება პროფესიონალური დახმარება, ექიმი, ან რამე სხვა, ეს მე არა. ეს არის სხვა ადამიანი. და დაუბრუნდები, რატომ გონია, რომ ეს ფენომენი გაიზრდება, რომელსაც შენ აღწერ? ეს ფენომენი გაიზრდება რამდენიმე მიზეზით. პირველი კეთო, იმიტომ რომ სამყარო ძალიან აჩქარდა. ჩვენ ცხოვრობთ ძალიან აჩქარებულ სამყაროში, სადაც მომენტალურად ყველაფერი ხდება ერთ წამში, სკროლვის სამყაროში. ანუ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ, ჩვენ სკროლავთ, ცხოვრობთ. მე ეგრევე ვეძახი. შესაბამისად, მეორე,
რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველი მომდევნო თაობა უფრო მეტად უყურებს ცხოვრებას ეკრანის ჭრილში და შესაბამისად, როდესაც ეკრანული ცხოვრება არ ემთხვევა რეალურ ცხოვრებას, განიცდიან სასტიკ ფრუსტრაციას, მათ შორის საკუთარ თავზე, სხვა ადამიანებზე, სამყაროზე და მინდა ვთქვა ერთი რამე. სოციმედია პლატფორმების გამომგონებლები, ამაზე დოკუმენტური ფილმებიც არსებობს, ხშირად იწერება ამაზე სტატიები, რომ სოციალური მედია პლატფორმები დღეს ყავთ დაქირავებული საუკეთესო ფსიქოლოგები, საუკეთესო ნეირომეცნიერებები და რისთვის იმისათვის რომ გაზარდონ მიჯაჭულობა ტელეფონზე, ეკრანზე, საკუთარ აპლიკაციაზე, იმიტომ რაც უფრო მეტ დროს ატარებს მომხმარებელი პლატფორმაზე, მით უფრო მეტი სარეკლამო ფული იშოვება ამ სამყაროში. შესაბამისად, რაც უფრო მეტად ადამიანი იქნება დამოკიდებული ეკრანზე, ტელეფონზე, კონკრეტულ აპლიკაციაზე, რა მნიშვნელობა აქვს რა აპლიკაციაზე უნდა იყოს, ყველა აპლიკაცია ამისთვის იბრძვის საბოლოო ჯამში, რომ მომხმარებელი მოიჯაჭოს. და მომხმარებელი აქ მნიშვნელოვანი ორი რაღაცა, მიჯაჭულობა და მე გატარებული დრო სკროლაში. აი ეს ყველაფერი აუცილებლად გამოიწვევს შფოთვიანობის გაზდას, იმიტომ რომ ცხოვრება, რომელსაც ჩვენ ხედავთ Instagram-ზე, TikTok-ზე და სხვა სამყაროში, TikTok-მა ცხოვრება კიდევ უფრო აჩქარა, იმიტომ რომ რავი დოპამინური ინიექციები, რომელიც TikTok-ს აქვს, მე მგონი ეგეთი არც ერთი პლატფორმა არ არის, იმიტომ რომ ერთ წამში სულ სხვა კონტენტს უყურებ, კიდე ერთ წამში სულ სხვა კონტენტს უყურებ და ყოველ წამს ტვინი გამოიმუშავებს დოპამინს. შესაბამისად, ეს ყველაფერი კონტენტს, რომელსაც ჩვენ ხედავთ იქ და მე რეალურ ცხოვრებას რომ ვადარებთ კონტენტს, განცდა მოდის ტოტალური ფრუსტრაციის. იმიტომ რომ სოციმედიები დღეს აწესებენ ყველანაირ სტანდარტებს, ყველაფერში როგორ უნდა გამოიყურებოდე, რანაირად უნდა ცხოვრობდე, როგორ უნდა ჭამდე, როგორ უნდა ვარჯიშობდე, რანაირად უნდა გამოიყურებოდე სარკეში, რა ვიცი, მაისურის გარეშე, ყველანაირი სტანდარტი არის. ყველაზე არარეალურ სტანდარტებს. ხო, და შენ წარმოიდგინე, მე მივიდივარ რეალურ ცხოვრებაში და რეალური ცხოვრება ძალიან შორს არის იმ სტანდარტისგან, რომელსაც შევიშვი. ეს იწვევს ტოტალურ ფრუსტრაციას. ფრუსტრაცია ავტომატურად გამოიწვევს შფოთვიანობას. შფოთვიანობა ავტომატურად გამოიწვევს სტრესს. შფოთვიანობა და სტრესი შევა ერთმანეთში რეაქციაში და სადღაც გაჩნია, რამდენად რეკადი არის ადამიანის ფსიქიკა, სადღაც რაღაცა მომენტში აუცილებლად ამოასხავს და მიიყვანს პანიკურ შეტევამდე. აქედან გამომდინარე, ეს დღევანდელი სამყარო არის და დღევანდელი კონტექსტია. მოდი ესე ვთქვა. თუმცა ისე ვიმეორებ, ადამიანები არ უგავართ ერთმანეთს, ზოგი არის უფრო მგრძნობიარე, სენსიტიური, ზოგი ნაკლებად, ზოგს უფრო სქელი კანი აქვს, მოდი გლეხურად ვიტყვი. ზოგს უფრო მეტად სქელი კანი აქვს, ზოგს ნაკლებად, ზოგს თხელი კანი აქვს, ზოგს კანი არ აქვს საერთოდ. იმდენად სენსიტიურია და იმდენად ემოციური. მე ამოიწევი შევთავი? ხო, ადამიანი, რომელიც თხელკანიანია, რას ნიშნავს თხელკანი? წარმოიდგინე, რომ შენ ახლა ჭრილობა რო ქონდეს და ტრავმა რო წარმოიდგინე, არის ჭრილობა, საბავშვო ტრავმა, არის ჭრილობა სხეულში, რომელიც არ ვიზუალურად არ ჩანს. მაგალითად, მოდი მაგალითი მოვიყვანოთ. შენ ცხოვრებაში არ გითვალისწინებდნენ. ბავშვობაში არ ითვალისწინებდნენ შენას. მაგალითად, არ გიკითხებოდნენ დღეს რისი ჭამა გინდა, დღეს რისი ჩაცმა გინდა. ყოველთვის ვიღაცა წყვიტავდა შენს მაგივრად, შენთვის რა არის კარგი. ესე იგი, თუ ვიღაცა ამდენად უყვარს თავის ბავშვი, დავარქვათ ესე, რომ ყველაფერი იცის, რა არის საუკეთესო მისი ბავშვისთვის, ალბათ ბევრი მშობელი ამოიცნობს თავის თავს ამ ტექსტში, მე უკეთესად ვიცი რა უნდა ჭამოს, ჩანს აღარ უნდა ჭამოს, მე უკეთესად ვიცი რა უნდა ჩავაცვა, იმიტომ რომ მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ჩავაცვა და ასე შემდეგ ყველანაირი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. შესაბამისად, როდესაც ასეთ გარემოში ბავშვი გაიზარდა, უბრალოდ აღწერ როგორც მაგალითს. მე თუ გინდა კონკრეტულ შენ მაგალითზე გადავიდეთ, მაგრამ აჯერ აბსტრაქტული მაგალითი დავიწყე. ბავშვი რომელიც ესეთ გარემოში გაიზარდა, სადაც აზრს არ ეკითხებოდნენ, ექნება იგნორირების ტრავმა.
აზრის დაუკითხებლობის და იგნორირების ტრავმა. ესე იგი, ერთი უკვე დასრული ადამიანი ყოველ ჯერზე განიცდის და ყოველთვის მოეჩვენება, რომ მის აზრს არ ითვალისწინებენ და აიგნორებენ. ამის კომპლექსი აქვს. ხო, შეგვიძლია პირობითად კომპლექსი. ეს კომპლექსი არა, ეს უფრო მატრიგირებელი იქნება მისთვის ყოველთვის, რომ ამათ ჩემი აზრი არ აინტერესებთ, საერთოდ არ მეკითხებიან. იმაზე კი არ ფიქრობს სინამდვილეში, რომ თვითონ არის ის თავისი აზრი როგორ დააფიქსიროს. მაგრამ მას ყოველთვის მოიჩვენება, რომ მისი აზრი არავისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი არ არის. იმიტომ რომ ესეთ გარემოში გაიზარდა და რო გაიზარდა, უკვე ეს ტრავმა ექნება. ესე იგი, თუ ეს ადამიანი არის სუპერ გრძნობიარე, ყოველ ჯერზე ექნება აი ეს როგორ გითხრათ, შენ როგორ გონი ეხა შენ აქ ჭრილობა რო კონდეს და ვინმე მხელი დაგადოს ამ ჭრილობაზე რას იგრძნო? ტკივილს რა თქმა უნდა. ესე იგი, ერთი ადამიანი ყოველ ჯერზე განიცდის აი ამ ტკივილს. კი. ეგ მაგალითი. კი. უბრალოდ. ეხლა მოდი გადავიდეთ შენ მაგალითზე. მოდი ვთქვათ ეგეთი რაღაც. რაზე ყველაზე მეტად ბრაზდები წვინს და ღიზიანდება. ყოველდღიურობაში, აბა რა დაფიქრე. ძალიან არ მიყვარს მარტო ყოფნა. ალბათ ეგ იქიდან გამომდინარე დამჩემდა, რომ მეშინოდა მარტო ყოფნის და ესე ჩავიბეჭდე თავში, რომ სულ ვიღაც უნდა ყოფილიყო ჩემ გვერდით. იმიტომ რომ როცა ჩემ მშობლები მაგალითად დღემდე. არ წახვიდე რა. ხო. ცოტა ხანი. გაიხსენე ბოლო მაგალითი. როდესაც შეგეშინდა მარტო ყოფნის. როდის მოხდა? აღარ მეშინია ეხლა. ოკეი. აღარ მეშინია. უბრალოდ უფრო ძლიერად გრძნობ თავს, როდესაც არიან ჩემ გვერდით, მაგრამ ის რომ პანიკა დამმართოს დღეს იმან, რომ მე სახლში მარტო ვარ, ეს აღარ ხდება. მაგრამ არ მსიამოვნებს. ან გეწყინა. მაგალითი, თუ შენთვის დღეს აღარ არის აქტუალური მარტო ყოფნა, თუ გინდა არ განვიხილოთ. ვინ არ ამის სხვა განვიხილოთ, რაც შენთვის დღეს არის აქტუალური. თუ გინდა მარტო ყოფნაში შევიდეთ და გავარჩიოთ. კი. ალბათ როცა მიდიან ხოლმე სადმე გასართობად ჩემ გარეშე და ვიცი რომ ანუ აუცილებლობა არ არის რომ წავიდნენ. არ არის ეს სამსახურეობრივი მოვალეობა ან რამე, უბრალოდ გასართობად მიდიან და ეს ეგოისტური მომენტი მერთვება ხოლმე, რომ მინდა რომ ჩემთან ერთად იყვნენ და ამ დროს მარტო არ დამტოვონ. ანუ თუ აუცილებლობა არ არის რომ დამტოვონ, მინდა რომ არ დამტოვონ. ღიზიანდება. ანუ მარტო ისე მამოტივდეთ. კი. ძირითადად ეგ არის რა. აი, კეთდა, მე ეგეთი რაღაცა რო გითხრა, რომ შენ არასოდეს სინამდვილეში მარტო არ ახარ. როგორ გესმინება ეგ? ცოტა საკუთარ თავს ეგრე მგონია. ალბათ რწმენაზეც არის ზოგი ადამიანი, რომელიც უფრო ღრმად არის რწმენაში, ფიქრობს, რომ ღმერთთან ერთად არის ყოველთვის და ის იცავს მას. მე მორწმუნე ადამიანი ვარ, თუმცა სამწუხაროდ ეგ შეგრძნება არ მქონია, როცა მეშინოდა ხოლმე მარტო ყოფნის, რომ მე რაღაც ძალა მაინც დამეხმარებოდა. იმ მომენტში სრულიად მარტო, ანუ ჩემ თავს ვეცლებოდი და რეალურად იმის მოყოლაც მინდა, რომ ჩემი აზრით მაგრძნობის გაძლიერება გამოიწვია კიდევ სხვა მდგომარეობამ, რასაც ქვია დეპერსონალიზაცია და შეიძლება ეს ტერმინი არ იყოს ბევრისთვის გასაგები, მაგრამ შეგრძნების დონეზე ავხსნი. დეპერსონალიზაცია არის შეგრძნება, როცა შენს თავსაც აღარ ეკუთვნი, ანუ რასაც შენ გულისხმობდი წეღან, რომ მარტო არ ხარ, იმიტომ რომ შენი თავი ყავს. ამ მომენტში გემართება ის, რომ საკუთარ თავსაც კარგავ. ანუ მართლა სრულიად მარტო რჩები, იმიტომ რომ შეგრძნება გაქვს, რომ არც ერთი მოქმედება შენ არ გეკუთვნის. ხელს რო ზემოწევ გგონია, რომ თავისით იწევა. ვერ აცნობიერებ წესიერად ვინ ხარ და სად ხარ. კი იცი, რომ ქეთო ხარ და სახლში ხარ მაგალითად, მაგრამ არ იცი ზუსტად ეს
რანაირად უნდა შეიგრძნო, ანუ შეგრძნების დონეზე კარგავ ამას და ეს უპირველად მე დამემართა 13 წლის ასაკში და ეს გამოიწვია პოსტტრაუმულმა პერიოდმა. ძალიან ცუდ ავარიაში მოვყევი ჩემს მთელ ოჯახთან ერთად. მაგრამ ეგ არის რომ მე როგორც ყველაზე სენსიტიურმა მთელ ოჯახში ეს მოვლენა აღვიქვი ბევრად უფრო მძაფრად ვიდრე სხვებმა. ხრამში გადავიჩეხეთ მთელი ოჯახი ერთ-ერთი ჩვეულებრივი სეირნობისას. და როგორ იყო ეს გამოცდილება შენთვის? ეს იყო სიკვდილს თვალებში ჩავხედე 13 წლის ასაკში ძალიან ემოციურმა და ძალიან მგრძნობიარე ბავშვმა. და როდესაც მიდიხარ გზაზე და გვერდზე ხრამს ხედავ ადამიანი ავტომატურად თვითგადარჩენის ინსტინქტი არის რომ ფიქრობ რომ ვაიმე არ ჩავარდე ხო? მაგრამ შენ არ ფიქრობ რო ჩავარდე რა მოხდება. იმ პროცესზე არ ფიქრობ არასდროს და მეც არ ვფიქრობდი რო ჩავიხედე და ვთქვი რომ ვაიმე არ ჩავარდე და რეალურად რო ჩავარდი ის პროცესი სანამ ამ მანქანა მიტრიალა და ბოლოს ამ ღრმა ხრამში სადღაც გაჩერდა სანამ ეს გაჩერდება შეიძლება 10 წამი იყოს სულ მაგრამ უსასრულოდ გაგრძელდეს შენთვის იმიტომ რომ რეალურად ხვდები რომ ნებისმიერ წამს აი 1 2 აი ამ 2 წამის განმავლობაში შეიძლება შენთან სიკვდილი მართლა მოვიდეს და შენი ოჯახის წევრებთან რომლებთან ერთადაც ხარ და დრო ძალიან და გესმის აი ფილმებში რო არის რაღაც შენელებული კადრები რო აი იჩეხება და იქ მიწა შემოდის და აი ზუსტად ეგრე იყო. იცი რატო ხდება ეგ? იმიტომ ტვინის მაქსიმალური მობილიზაცია ხდება ამ მომენტში და ყურადღების კონცენტრაცია. ანუ როცა ჩვენ სტრესში ვართ ამ მომენტში ეს კონცენტრაცია შეიძლება ეგრე გამოიხატოს და შენელდეს მართლა დრო და მომენტი გაიწელოს. სხვადასხვა ეგეც მგონია მე ზუსტად ხა სამედიცინო ტერმინის დონეზე ვერ აღწევ რატო ხდება ეგ მოვლენა, მაგრამ ხანახა მგონია რომ ეგეც თავისებური თავდაცვა არის იმისთვის რომ შენელდეს სიტუაცია რომ შენ ამ შენელებულ სიტუაციაში რაღაცა მოიმოქმედო. კი. და მაგისთვის ნელდება ეგ სურათი. ანუ საოცარი შეგრძნება მართლა, აი ძალიან არარეალური. და მოკლედ გადავრჩით სასწაულებრივად, მე ვარაუდობ რომ ყველა ოჯახის წევრს ჰქონდა სხვადასხვა რეაქცია მოვლენაზე. ყველა ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულებიც ვართ. რამდენადაც გავართ ერთმანეთს, იმდენად ემოციური მდგომარეობა სხვადასხვანაირი გვაქვს. ჩემი და რომელიც ბევრად უფრო ძლიერია მენტალურად მან შეძლო რომ ის გაეაზრებინა რომ მე შეიძლება ფანჯრიდან გადავარდნილიყავ იმიტომ რომ ვიყურებოდი და იქით მხარეს ვიჭექი და მან მე დამიჭირა. რითი განსაზღვრო შენი და ემოციურ როგორ თქვი მენტალურად უფრო ძლიერი. იმით განსაზღვრავ რომ აი რითი აკეთებ ამ დეფინიციას? ამ სიტუაციაში როცა ესეთი კრიტიკული სიტუაცია ამაზე კრიტიკული რა უნდა იყოს ხო? კვდები. მართლა კვდები. რო გაქვს იმის უნარი რომ შენ რეალურად ჩართო შენი ტვინი და გააკეთო ისეთი მოქმედება რომ სხვა გადაარჩინო ამ მომენტში მგონია რომ ეს ძალაა 13 წლის შენი და ჩემი და 9 წლის დიდია ჩემს ხო და რატო ადარებ 13 წლის ბავშვის გამოცდილებას 22 წლის გოგოს გამოცდილებას იმიტომ რომ მე დღეს ვარ მაგხელა რამხელაც ჩემი და იყო მაშინ და ზუსტად ვიცი რომ იგივე სიტუაციაში რომ მოვხედრილიყავი პირველად ისევ იგივენაირად მოვიქცეოდი საკუთარი თავიც არ შემიმაგრებია უბრალოდ თვალებზე მახსოვს რომ ხელები ავიფარე და არ მინდოდა რომ მენახა როგორ კვდებოდით და ხელი არ ჩავჭიდე არაფერს რომ ეს არის ის შენ თავზე გჯერა და არა ის რომ შენ სინამდვილეში ჯვარი გწერია რომ კიდე ერთხელ ამ სიტუაციაში აღმოჩნდი რომ ესე მოიქცეოდი როგორც მოიქცეოდი 13 წლის ასაკში ეგება თემა უფრო შენ დაჯერებაშია საკუთარ თავზე ალბათ ეგრეა იცი რა კეთა მოდი ეგეთ რაღაცა შევხედოთ შენ ემოციურობას როგორც ხვდები ძალიან ემოციური ხარ ხო ეგრეა კი შენ ამას სისუსტეთ აღიქვაო ეხლა უკვე აღარ პრინციპში იმიტომ რომ ვიაზრებ ეგეთმა პატარამ რა შეგრძნებები გამოვიარე
ის რომ მე მაინც გადავრჩი და დღევანდელ დღემდე მოვედი და მაინც დამოუკიდებლად მოხდა ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ რაც არ უნდა იქ ექიმთან მიხვიდე, რაც არ უნდა მხარდაჭერა ნახო ვიღაც ადამიანისგან, მაინც არც ერთი მეთოდი არ არის ჩადოსნური და ბოლოს საკუთარ თავთან მარტო რჩები რა. და მე იაზრებ, რომ რეალურად ეგ ძალაა. ის სისუსტეებიც, რაც სისუსტეებად ვთარგმნე, მგონია რომ დღეს ძალაა. იმიტომ რომ იმ კოეფიციენტის შიში, რაც მე განვიცადე თითოეული პანიკური შეტევისას, თითოეული ამ დეპერსონალიზაციის ეპიზოდისას, ამას რო გავუძველი, დღეს მგონია რომ ძალიან ძლიერი ვარ და თან ძალიან პოზიტიური ადამიანი ვიყავი ყოველთვის. დღემდე ჩემს ყველა მეგობარს რო კითხო, ან უბრალოდ ნაცნობს, ყველა მიცის რომ მე თუ არ სიტუაციაში გავამხიარულებ ამ ადამიანებს, ძალიან ღია ვარ, გახსნილი ვარ, სხვების დახმარება შემიძლია და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება ამ გზაზე იდგეს და რაღაცა უჭირდეს, ჩემი იმედი აქვთ ესეთ ადამიანებს, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ძალიან ძლიერი ვარ. და მე დიდხანს ვიყავი მაგ გამორკვევის ფაზაში, რომ ძლიერი ვარ თუ სუსტი ვარ, აი ეს პოლარული ოპოზიტები. ვფიქრობ, რომ კი, უბრალოდ ცოტა მიჭირს მაგის თქმა. არ ვიცი რატო, რაღაც მომენტში შეიძლება მინდა რომ სუსტი ვიყო, არ ვიცი. იმდენად სუმჭირდებოდა, რომ ვიღაც დამხმარებოდა ადრე, რომ დღეს რო ვთქვა, რომ ძლიერი ვარ, მეშინია, იმიტომ რომ მე ის არ მოხდეს, რის ყველაზე მეტად მეშინია, რომ მართლა მარტო დავრჩე. ისევ მაგამდე მიდის. მე პარადიგმას შემოგთავაზებ და ეგება არც სუსტი ხარ და არც ძლიერი სინამდვილეში და უბრალოდ სოცხალი ადამიანი ხარ. და როცა რესურსი გექნება, იქნები ძლიერი და როცა არ გექნება რესურსი, იქნები სუსტი. აი ეს როგორ გესმინება? ალბათ გააჩნია ცხოვრების ეტაპს და დრო გჭირდება ადამიანს, იმიტომ რომ როცა ის ტრავმა ძალიან ცხელია, ასე ვთქვათ, შენ არ გაქვს იმ დროს იმის რესურსი, რომ მართლა ძლიერად გამოხვიდე. და იმ მომენტში ბუნებრივია, მე მგონი არც არის პრობლემა, რომ რაღაც მომენტებში სუსტიც იყო და ცუდათაც იყო და ადამიანი ხარ და გაქვს სრულად ამის უფლება. უბრალოდ მე როცა იმ ხრამიდან ამოვძვერი, მეგონა რომ ეს ყველაფერი იქ დარჩა. და თურმე აი რაც არის PTSD, ანუ პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა ზუსტად რო გადავთარგმნოთ, დღეს უკვე ვიცი ეს ზუსტად სამედიცინო ენაზე, რომ ეს ყველაფერი და ამის შედეგი დგება საკმაოდ გვიან, შეიძლება გავიდეს იმ მოვლენიდან 3 თვე, 6 თვე და უცებ აი რო გონია რომ ძალიან კარგად ხარ და არაფერზე არ ფიქრობ მსგავსზე, უცებ ისე გარტყავს სადღაც, რომ აი წამოდგომა ძალიან გიჭირს და ეს ესე მოხდა, იმიტომ რომ იმ ავარიის შემდეგ მე ჩვეულებრივად მოვიშუშე ის რაღაც ფიზიკური იარები, იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა დავზიანდით რაღაც დონეზე და გავიდა აქედან დაახლოებით 3 თვე, გადავდგი ის ნაბიჯი, რომ სკოლაში მარტო დავიწყე სიარული და შუქნიშანზე გადმოვდივარ, ერთი ჩვეულებრივი დღე არის, არაფერ მსგავსზე არ ფიქრობ, კარგად ვარ, ბედნიერი ვარ. და უყურებ, აი წინ ვიყურები და უყურებ, რომ ანთია ეს წითელი კაც უნდა და ჯერ არ გადავდივარ. ვიცი ეს წესები უკვე ძალიან კარგად. და უცბად არსაიდან მოდის შეგრძნება, პირველად მაშინ დამემართა რაც ვახსენე ეს დეპერსონალიზაციის, დერეალიზაციის ეპიზოდი, რომ ვერ ხვდები ვინ ვარ და სად ვარ. და 13 წლის რო ხარ და ამას რო გრძნობ, ეს არის, აი არ ვიცი რას შევადარო, რა კვდები იმ მომენტში ჩვეულებრივად არ გგონია საერთოდ რომ როდესმე გაგრძელდება ცხოვრება და ეს წამი იწელება ისევ და ისევ უსასრულოდ. რა თქმა უნდა, გავიქეცი, პირველი რეაქცია ეგ მქონდა. ჩემი გზა არ იყო, მაგრამ გავიქეცი. მახსოვს რომ მოძრაობას ძალიან ქაოტური გახდა, იმიტომ რომ იქ ვიღაცამ დამისიგნალა, კინაღამ დამარტყეს, გავრბოდი ჩვეულებრივად. და როგორც კი ჩემს ეზოში შევუხვიე, ეს მოსახვევი იყო და ეგ კადრი ახაც მახსოვს რომ დავინახე დედაჩემის მანქანა. და ეს ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ დედა სახლშია. და დღეს ამ გადმოსახედიდან რომ უყურებ, ხვდები რომ ეგ ჩამებეჭდა თითქოს თავში ეს პატერნი, ასე ვთქვათ, რომ ცუდად ხდები, მოდიან მშობლები გაკითხავენ. ეს დაგემართა, დაინახე რომ სახლში ხარ, დედა არის სახლში,
და ავტომატურად უკვე მშვიდდები. ეგრევე მომეხსნა მომენტალურად ყველაფერი. მაგრამ მე იწყება შიშის შიში. მე ესე დავარქვი ჩემ შეგრძნებას, იმიტომ რომ რეალურად რისი მეშინოდა, რომ ვფიქრდებოდი, იყო იმ შეგრძნების გამეორების მეშინოდა. და როცა შენ იმ შეგრძნების გამეორების გეშინია და ამაზე ფიქრობ, მომენტალურად მოდის ეგ შეგრძნება და ისევ იგივე გემართება. რამდენიმე თვე გავატარე ესე სრულიად ჩუმად, ვერავის ვერ მოუყევი, იმიტომ რომ ეხა კიდევ ხსნი რაღაც დონეზე და მაინც რთულია ასახსნელად და როგორ უნდა ახსნა პატარა ბავშვმა, რომელსაც გონია რომ გაგიჟდი და კვდები, რომ დედა იცი რა ეხა რომ მოვდიოდი სახში მე ვერ მივხვდი ვინ ვიყავი და ან ხო შეიძლება გააგიჟო ადამიანი. არაფერი არ მithქვამს, ჩუმად თუ მქონდა საშუალება რომ ტუალეტში ან ოთახში შევკეტილიყავი და მე ტიროდი ხოლმე რომ ვაიმე რა მჭირს. იმიტომ რომ მემართებოდა ეს. და მე ერთ-ერთი ამერიკელი გოგოს ვიდეო ვიპოვე, მაშინ ChatGPT არ იყო რომ მიგეწერა ზუსტად რა გჭირდა და პირდაპირ დიაგნოზი ეთქვა, Google კი იყო ჩვეულებრივად, მაგრამ მე მგონი არ წერდნენ მაშინ იმ დროს თუ მე ვერ ვიპოვე კარგად, იმიტომ რომ არ მქონდა ეგეთი კარგი ძიების უნარები, მაგრამ როგორღაც მივაგენი რამდენიმე თვის შემდეგ ერთი ამერიკელი გოგონას ვიდეოს, რომელიც ზუსტად იგივე სიტუაციას აღწერდა, რომ გზაზე გადავდიოდიო, აი იგივე აბსოლუტურად და მე მას დავესესხე უკვე ის მოიცა დააპაუზე შენი ისტორია. მოდი მაყურებელს მივმართოთ, რომ მასაც კეითო აზიარებს თავის ცხოვრების გამოცდილებებიდან. პანიკური შეტევა, ძლიერი შფოთვა, თუ დეპერსონალიზაცია, დარეალიზაცია, ყველაფერი რაღაცნაირი ტერმინებია, მაგრამ ხო აღწერა. თუ ვინმე თქვენთანგან ეგეთი რაღაცა დამართნია, თუ შეიძლება კომენტარებში დაწერეთ. თქვენთვის ნაცნობია ეს მდგომარეობა. და მეორეც ერთი რავი, გამოიწერეთ ამ ახალგაზრდა ნიჭიერი გოგოს არხი იმისათვის, რომ თვალყური ადევნოთ მის კონტენტს, რომელთაც ცდილობსო თავის თავს ალბათ და საზოგადოებას შეუქმნას თავისებური ღირებულება და იგი იქნება თქვენი მხრიდან მისი დანახვის და დაფასების აქტი. ამო დაუბრუნდეთ ისევ და ნახე ვიდეო და რა? ნახე ვიდეო და როცა მივხვდი რომ ეს გოგო იგივეს აღწერდა, იმის მაგივრად რომ ავნერვიულებულიყავი პირიქით, ეს იყო პირველი შვება იმ რამდენიმე თვის შემდეგ, რომ მე არ ვარ გიჟი. მე არ ვარ ერთადერთი. ეს ამ ყველაფერს თურმე სახელი ქვია და თურმე ეს გამოკვლეულია და საშიში არ არის და ძალიან ბევრ ადამიანს ჭირს და ძალიან ბუნებრივი რეაქციაა ტრავმაზე. და ამ გოგოს დავესესხე მე უკვე თავის ახსნაში და მოვუყევი ჩემ მშობლებს რა დამემართა. სხვათა შორის არ მიუღიათ ისე როგორც მე მეგონა რომ გაგიჟდებოდნენ. არა, არ ვიცი ეს ჩემთან არ შეიმჩნიეს თუ როგორ იყო, მაგრამ ჩვეულებრივად მიიღეს და რა თქმა უნდა რეაგირება მოახდინეს და ეს იყო ჩემი პირველი სპეციალისტთან წაყვანა და მე ძალიან პატარა ასაკში მომიწია რომ მედიკამენტოზურ მკურნალობაზე გადავსულიყავი, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო უკვე ესე არსებობა. მე არსებობას ვეძახი ამ ყველაფერთან თანაცხოვრებას, იმიტომ რომ ეს ცხოვრება არ არის. ცხოვრება სხვა რაღაცა და არსებობა არის ის, რომ უბრალოდ დევხარ და გეშინია. ფუნქციური აღარ ხარ. და ბევრი ექიმი გამოვიცვალე ძალიან. მე არ მინდა ისე გამომივიდეს რომ თქვა რომ საქართველოში ცუდი სპეციალისტები ყავს, იმიტომ რომ როგორც ყველგან ისევე აქ არიან კარგი სპეციალისტებიც, არიან ცუდი სპეციალისტებიც, ზოგს ეთიკური ნორმები აქვს ცოტა აღრეული და ამასაც მოუყვები არ მაქვს პრობლემა, იმიტომ რომ როცა ადამიანი ფსიქოლოგთან მიდიხარ, შენ იმის მოლოდინი გაქვს, რომ მისგან მხარდაჭერა და ადამიანური დამოკიდებულება მიიღო, ხო? იმიტომ რომ შენს ყველაზე ძლიერ ემოციას და შიშს და შფოთვას უზიარებ, ხო ესეა? და ამ დროს რომ ამ ადამიანს ტელეფონი ურეკავს და გაწყვეტინებს ამ ყველაფერს იღებს და კლიენტი მყავს გადმოგირეკავო რომ ეუბნება, წყდება ეგრევე ყველაფერი, ხო? იმის მერე ამ ადამიანთან მე აღარ მივსულ ვარ. ასევე იყო ერთი ადამიანი, რომლის სახელსაც ასე პირდაპირ არ დავასახელებ, თუმცა როცა მეკითხებიან ხოლმე ყოველთვის ვამბობ რომ არ გაეკაროთ, იმიტომ რომ
ზოგიერთ ასეთ ადამიანს შეუძლია რომ უარესად გაგხადოს არასწორი დანიშნულების მოცემით, უარესი გვერდითი ეფექტები გქონდეს, გითხრას რომ შენ არაფერი არ გეშველება, რას ნიშნავს არაფერი არ მეშველება, რა მჭირს საშველი საერთოდ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს გაიაზროთ, ვისაც ეგ პრობლემა გაქვთ, რომ საშველი და ვაიმე არაფერი არ არის ამაში. ეს არის სხვათა შორის ინგლისური რო ვისწავლე, ამერიკულ აკადემიაში ჩაბარება მქონდა განზრახული და ჩავაბარე წარმატებულად მაშინ ვსწავლობდი აქტიურად ინგლისურს და ტერმინებს და თან ძიება მქონდა მუდმივად ამ თემებზე. და დავაკვირდი, რომ ამ დიაგნოზებს, მაგალითად აი OCD, PTSD, ეს D ბოლოში რა იყო? Disease, დაავადება კი არ იყო, იყო disorder, ანუ ზუსტად რო გადმოვთარგმნოთ აშლილობა, ქართულად კიდე ცოტა უხეშად ჟღერს. ანუ მნიშვნელოვანია გაიაზრო, რომ ეს მდგომარეობა და არა დაავადება. მდგომარეობა დროებითია, რომლიდანაც აუცილებლად გამოხვალ, როცა სწორ გზას ნახავ. და ჩემთვის ძალიან საინტერესო იმიტომ იყო შენი ამბავი, რომ შენ უცხოეთში ბევრად უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება გაქვს თერაპიული მეთოდებისაც და ამის მოსმენაც მინდა შენგან, რომ შენ რატო გიჭირდა ეგრე ძალიან, რომ გადაწყვიტე, რომ ამდენი რაღაც გეცადა, ანუ რას გრძნობდი, გქონდა ჩემნაირი ეპიზოდები? ცინა ჩემი ეპიზოდები არ იყო, ჩემ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად მოხდა, არ იყო ეპიზოდები. ჩემ შემთხვევაში მოხდა ეგეთი რამე, რომ მე ოპერაცია რო გავიკეთე და ფარისებული ჯირკვალი რომ მომაჭრეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიაგნოზი საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში, სტატისტიკით მკერდის კიბოს შემდეგ ფარისებული ჯირკვლის კიბო არის მეორე და შესაბამისად ძალიან ბევრი ადამიანს აკეთებული ეგ ოპერაციას მაგაკეთებული მე. მე რატომაც იმ ადამიანებს სულაც არ დამართნიათ ისაც დამემართა მე. ნამდვილად მაგაშიც რაღაცა კანგების აზრი და გეგმადებს ასე ვიტყოდი. მე უბრალოდ დამემართე ეგეთი რაღაცა. მე დავკარგე ფარისებული ჯირკვლის ოპერაციის შემდეგ დაახლოებით 2 თვეში მე სრულად დავკარგე ემოციების ანესთეზირების უნარი. ანუ თურმე მე ყოფილვარ ძალიან ემოციური, რასაც ძალიან კარგად უწევდი ანესთეზირებას, ჩემი ბიოქიმია სხეულის მეხმარებოდა, რომ ჩემი ემოციები მძაფრად არ მეგრძნო და ეგ უნარი დავკარგე. სხვადასხვა მუმია არის ეგეთი ფილმი და მან და რაღაც მომენტი, რაღაც მახსოვს პირველ სერიაში მე მგონი რაღაცა მომენტში ჩაულის მუმიას რომელიღაცა ღმერთი და წაართმევს თელ სუპერ ძალებს, რაც ხონდა მანამდე და გადაიქცევა ადამიანი. ეგეთი მომენტი არის ამ ფილმში ბოლოში. დაახლოებით ეგეთი რაღაც დამემართა ამ შეგრძნების დონეზე. ანუ სარკეში რო ვიყურებოდი, ვხედავდი ჩემ თავს, ანუ ვიზუალურად არაფერ შეცვლიეთ, პატარა შრამი მაქვს აქ. ეხაც ოდნავ მეტყობა, ესე შემოხედავ, შეიძლება ვერც დაინახო ეს შრამი. სარკეში ვიყურები ფიზიოლოგიურად იგივენაირად გამოვიყურები, მას შეგრძნების დონეზე ვარ სულ სხვა სხეულში. ჩემი ტვინი მაგრა ერორებდა ამას. დაახლოებით ალბათ წელიწადი 2 წელი დამჭირდა ადაპტაციას, სანამ საერთოდ ამ ახალ სხეულს შევეჩვია. წარმოიდგინე, რომ ერთ იმაში ვიყავი, რაღაცნაირ ავატარში და სულ სხვა ავატარში გავჩდი და ამ დროს ვიზუალურად იგივენაირი. ამ თელი პრობლემა იყო, რომ ვიზუალურად სხვა რო ყოფილიყო, ხო, გვექოდი რაღაცა სხვა ხდებოდა. ვიზუალურად იგივე.
ანუ მე დავიწყე ძალიან მძაფრი განცდა ემოციის. რა შენიშნავს მძაფრი განცდა ემოციის და ძალიან მნიშვნელოვანი საერთოდ ემოცია რა არის ალბათ მაგაზეც რო ვილაპარაკო და ემოციური ინტელექტიც რა არის ეგეც მნიშვნელოვანია. ბევრი რაღაცა არის მნიშვნელოვანი საერთოდ. ამოუწურვია. ბევრი და უაზრო საგანს და დისციპლინას რო გვასწავლიან ცხოვრებაში, რო გვასწავლონ საკუთარი თავის შეცნობა, ემოციების, ფიქრების და როგორ უნდა გამკლავდე ამას ყველაფერს, აი რო გვასწავლონ, გაცილებით უფრო პრაქტიკულ ცოდნას მივიღებთ, ვიდრე მილიონი საგანს, რომელიც საერთოდ არ გვადგია ცხოვრებაში. მე რომ მკითხო. ახლა შეიძლება ზოგადი განათლებისთვის და ერუდიცისთვის საჭირო იყოს, მაგრამ არანაირი პრაქტიკული არ არის. ამიტომ ჩემი მოგზაურობა ესე დაიწყო, ანუ მძაფრი ემოციების შეგრძნებებით. იმდენად მძაფრი იყო ეს ემოციები, ყველა ემოცია მძაფრი იყო. შიშიც, ბრაზიც, სევდაც, სიხარულიც მათ შორის. მე როცა ემოციებზე ვლაპარაკობ, ვცდილობ, რომ მთლიან სპექტრზე ვილაპარაკო და არა მარტო მაინც ჩვენს გვიყვარს ეს დრამატიზირება და მარტო მძიმე ემოციებზე ლაპარაკი. ხოდაშეზე კითხვა მქონდა შენთან კი, მაგრამ ემოციური რო ხარ, მაგას ხო თავისი ბენეფიტები აქვს და თუ აღიქვალ მაგ ბენეფიტებს თუ ვერ აღიქვალ. კი, ეგ უკითხავთ ჩემთვის, რომ მეორად სარგებელს ხო არ იღებ ამ ყველაფრისგანო. არა, მეორად სარგებელი სხვა რამე არის, მაგრამ ის რო ემოციური ხარ, გაძლევს რაღაც მეორადი სარგებელი სხვა რამე არის. მაგრამ სიხარულს რო განიცდი, ხო ძლიერად განიცდი. ამას გულისხმობ. კი. მაგრამ სიამოვნებას თუ განიცდი, ძლიერად განიცდი? ძალიან, მაგრამ მე უფრო დიდი იმედგაცრუება მოყვება ხოლმე მაგას. რისგან? რისგან და აი ეგეთ დიდ სიხარულს რო განიცდი რაღაცისგან, მე უფრო მეტი მოლოდინი გექმნება თითქოს ადამიანებისგან, იმიტომ რომ მე ურთიერთობაშიც ყველა ადამიანთან იქნება ეს მეგობარი, ოჯახის წევრი, იმდენად ვიცლები და ჩემ მაქსიმუმს ვდებ ზუსტად ამ ექსტრა ემოციულობიდან გამომდინარე, რომ მე იგივეს ვერ იღებ უკან, იმიტომ რომ უმრავლესობა ესეთი არ არის. მიცნობა რასაც ამბობ. თუმცა ეს ზუსტად იმაზე არის, რომ აბას საზღვრებზე უფრო აქ თემა, რომ თუ გასცემ იმიტომ, რომ რაღაცა მიიღო, აუცილებლად განიცდი ფრუსტრაციას. და თუ გასცემ სიუხვიდან, ანუ იქიდან კი არა, რომ ბოლოს მოიგლიჯავ შენ თვითონს და სხვას მიცემ, არამედ იმდენი გაქვს, რომ შეგიძლია სხვასაც გაუყო და შენ თავს დაუტოვო, მაშინ ეგ ფრუსტრაცია აღარ გექნება. საერთოდ რაც მესმინება, ქეთ მინდა დაუბრუნდე შენ თემას და თუ გინდა მე დაუბრუნდე ჩემ განცდებს. მე მგონია თავი და ამას ვასწავლე ყველაზე მეტად მენტორობაში. რომ ის ფენომენი, რომელიც შენ ახსენე, სიმარტოვე. იმ სიმარტოვის მშვენებას თუ არ აღმოაჩენ, შვენება არის ამ სიმარტოვეში, უბრალოდ ესე არ მოგვეცემა. ლარნაგზე ეგ არ მოდის, სამუშაოა. ხო. რომ საკუთარ თავთან ურთიერთობა, საკუთარ თავთან ჰარმონია, საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი თავის გაგება, საკუთარი თავის მიღება, ავტონომია, თვითყოფადობა. ამას ყველაფერს ადამიანი თუ ვერ დაეუფლება, ამას მოყვება მიჯაჭულობა გარე ფაქტორებს. მიჯაჭულობა ურთიერთობებზე. იმიტომ რომ მაკლია დაფასება და დამაფასერა, დამინახე. სხვისგანელი დასტურს. მე არ მიყვარს ჩემი თავი და ჩემი თავი თუ არ მიყვარს, მაშინ მჭირდება ვიღაცა, ვისაც ვეყვარები და ვინც ამ სიყვარულს მომცემს და მე მუდმივ ესეც რას გავს დაახლოებით აი უდაბნოში რო დადის ადამიანი და მაგრა რო წყურია და წყალთან რომ მიუშვა. აი დაახლოებით მაგას გავს. მაგრამ სინამდვილეში, როდესაც გარედან ღებულობ ამას, როცა სავსე ხარ, მოგცემენ გარედან, აგლიერი ხარ.
არ მოგცე მე გარიდან, მაინც მადლიერი ხარ. აი ამ მდგომარეობას რომ მიაღწიო, რაზეც მე ხალ ვაპარაკობ, აი ეს სიმარტოვე რომ ეს შენახსენე. მე უფრო მიტყოდი უფრო მარტოსულობა. სიმარტოვე კიდე სხვა არის და მარტოსულობა სხვა არის. აი ამ მარტოსულობასთან დარჩენა მისი სიმძიმის სიმძაფრის გამოცდა და მე გავლა და მე გააზრება რომ მარტოსული არც არსოდეს არ ყოფილიყარ. აი ეს ყველაფერს ამას ყველაფერს გაივლი მე ყველაფერი გარე ხდება შენთვის შვიდი ჰარმონიული იმიტომ რომ აღარ აქვს შიმშილი დამშიებული და მწყურვალი აღარ დაიარები ამ ცხოვრებაში იმისათვის ეს გარედან მიიღო პირიქით თან გამცემი ხდები და გამცემი რომ ხდები ვიღაცა წაიღებს არ წაიღებს და გაგიმარჯო შენ გზაზე ეხლა რა მდგომარეობასაც აღწერ ადვილი ახსაწერია არ არის ადვილი მისაღწევად სამოქმედოდ მე მაგალითად მრავალი წელი მუშაობა დამჭირდა რომ ეს დღესაც გრძელდება მე დღესაც ვაგრძელებ მუშაობას ჩემ თავზე და მგონია რომ ეს უწყვეტი განვითარების პროცესი არის მე აღარ ვიტყვი რომ რამენაირი წერტილი მაქვს სადაც მინდა რომ მოხვდე უბრალოდ მიუყვები განვითარებას მუდმივი განვითარება არის ერთ-ერთი ჩემი ფასეულობა მე ვაგრძელებ მუშაობას ჩემ თავზე და ეს არის ჩემი ცხოვრების წესი ანუ არაფერი განსაკუთრებული ამაში აღარ არის ჩემი ცხოვრების წესია როგორც ახლა ყიდებსო ვიხეხავ რა ვის უნდა უმადლოდე ამისთვის არ ვიცი თუნდაც ესეც უნდა იყოს ეგრე აი თითქოს უნდას გაურბივარ სიტყვას იმიტომ რომ ეს ვალდებულებას ნიშნავს მე სიამოვნებით ვაკეთებ ამას მე სიამოვნებით ვაკეთებ იმიტომ რომ სინამდვილეში ვისაც ვადარებ ჩემ თავს ვადარებ გუშინდელ ჩემი თავის ვერსიას და ჩემ თავს ვეკითხები ანგარიშვალდებულება მაქვს ჩემ თავთან მაგალითად დღეს რომ ამთავრებ ვეკითხები ჩემ თავს დღეს რა ვისწავლე ერთი პატარა რაღაც თუ ვისწავლე ამ კითხვას უსვამ ჩემ თავს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ მაინდამაინც გამჟი მე ვისწავლე თუ არ ვისწავლე ეგეც ვისწავლე რომ არ გამოსაჯო მაგრამ მეორე მხრივ დასმა კითხვისო კი მაგრამ დღეს რითი გავიზარდე რითი ვარ უკეთესი ჩემი გუშინდელი ვერსიის ეს კითხვა საღამოს რო უსვამ ჩემ თავს მე twins ვავალებ რომ მიდი რა მოძებნე შესაძლებლობა განვითარების რა ყველაფერში და მე საღამოს ჩემ თავს რო უჯდები კიდე მადლიერების პრაქტიკა აკეთე და კიდე რა გაკვეთილი ვისწავლე დღეს ეგ ეგრეთ წოდებული დისციპლინა არის რომელსაც შენ ყოველდღიურად აკეთებ და შენ twins წვრთნი მე აღარ მახსოვს ვისი გამონათქვამია მაგრამ ან ტვინის ბატონ პატრონი გახდები ან ტვინი იქნება შენი ბატონ პატრონია ტვინი სინამდვილეში არის ორგანო რომელიც ძალიან გავს ცხენს რომელსაც სჭირდება პერმანენტული გამოყვანა კატაობა შეჩვევა კონტაქტი ანუ ტვინი თუ არ დაიმორჩილე მაშინ შენ იქნები შენი ტვინის მორჩილი და საბოლოო ჯამში როდესაც ადამიანი ინსტინქტურად ცხოვრობს როგორც ბიორობოტი რას ნიშნავს ცხოვრება როგორც ბიორობოტი მე უბრალოდ ინსტინქტურად ვრეაგირებ ცხოვრების მოვლენებზე აი გარი ბიორობოტი და მე მჯერა რომ რაღაცნაირი მოდელი არსებობს სწორი და არასწორი სწორედ მოვიქეცი ესე აი გამართლებულია ასე მართალი ვარ აი ეს არის ლამაზი თითქოს დელეგირება რომ სადღაც სამყაროში არსებობს სწორი მოდელი რომელსაც მე უნდა შევესაბამებოდე და ყველა ჩვენ ადამიანები დავდივარ და ერთმანეთს უმტკიცებთ რომ მე უკეთესად მესმის როგორ არის სწორი მე შენზე უკეთესად ვიცი სწორი როგორ არის სინამდვილეში ღმერთმა რა თავისუფალი ნებაც მოგცა ნება იმაში არის ზუსტად რომ სადღაც კი არ იყურებოდა შიგნით ჩაიხედო და შენ თავს დაუსვა კითხვა მე დღეს ჩემი ფასეულობების ერთგული ვიყავი თუ არა ვუღალატე ჩემ თავს თუ არა მე ჩემი ფასეულობების და პრინციპების მიხედვით გავატარე ჩემი დღე თუ არა და პასუხისგებლობის მოხსნა რა გარეთ გამოტანა ამის ყველაფრის ავტორიტეტებზე მიბარება რა მშო ავტორიტეტი ვინ იქნება პოლიტიკა რელიგია მასმედია აქ ყველა იბრძვის რომ შენ აზრი მოგახვიოს ისევ სოციმედიამდე მივდივარ ეგეც ხო ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის რომ
პოპ კულტურაგან და ინაცვლა მასმედიაში და შენ გეუბნებიან როგორ უნდა ჭამო, როგორ უნდა გეძინოს, როგორ უნდა გამოიყურებოდე, რანაირი ურთიერთობაში უნდა იყო და მე დავრბივარ იმის პავლოვის ზაღლებით და შევესაბამებოდე ამ სტანდარტებს თუ არ შევესაბამებოდე. ისე დამშვიდები ახლა, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე როცა რაღაცა გავწერ, მე ხო მენტალში ავდივარ, გინდა არ გინდა. ეგ არის ხოთა შორის სიტყვის ძალის ალბათ მეორე ნაწილი, რომ გინდა არ გინდა, როდესაც ჩვენ სასაუბროდ ჯდებით, ჩვენ იძულებულები ვართ მენტალურ სამყაროში გადავიდეთ, იმიტომ რომ საუბარი არის მენტალური პროცესის პროდუქტი. ამიტომ მივდივართ თავში. გინდა არ გინდა. რო დაუბრუნდე შენ კითხვას. მე არ აღმოჩნდი იმ სიტუაციაში, რომ ჩემ მომენტში დგებოდა მომენტები. მე ესეთ რეალობაში გავიღვიძე. და ის აღარ ყუჩდებოდა. მორჩა. მე მქონდა ორი გზა. ერთი გზა წავსულიყავი და მიყუჩა ჩემი თავი. ამის შესაძლებლობასაც გაძლევს სამყარო. რავი, ზოგი რითი ყუჩდება ცხოვრებაში, ზოგი წამლით, ზოგი კინოთი, ზოგი სერიალით, ზოგი სამსახურით, ზოგი პორნოთი და ზოგი შოპინგით. და მიშობ რაღაცით ყუჩდება ადამიანი, ხო? ან უნდა პერმანენტულ გაყუჩებაში ყოფილიყავი, რაშიც უმეტესი ადამიანი ატარებს დროს, რომ გაიყუჩოს თავის ტკივილი. და ყველაზე გავრცელებული გაყუჩება მე რომ მკითხო, არის ჭამა. მეორე ყველაზე გავრცელებული არის სამსახური, მესამე ყველაზე გავრცელებული არის ალკოჰოლი. ეს არის სამი კლასიკური ყველაზე მძლავრი გაყუჩება, რომელშიც ადამიანები ატარებენ დროს. შენი ყუჩებდი ესე? ბუნებრივია. მე ვიყუჩებდი განვითარებით და წარმატებით. მე ვიყავი ვორკოჰოლიკი. და ძალიან ვამაყობდი ამით. მარტო მე კი არა, უამრავი ადამიანი ამაყობდა. ხალისებული არის. ვორკოჰოლიზმი და წარმატება ოქროსია. ყველა გარშემო ტაჟს გიკრავს და გეუბნება რა მაგარი ხარ და რა ნახე რა მაგარი ტიპია. ხო არ არის ჩანსაყი რეალურად ეგ. მოდი ესე ვთქვათ. ადამიანი გაყუჩებისთვის ჯიმსაც გამოიყენებს. ხვდები ხო რა? კი. ასე თეორიულად ყოველ დღე 1 საათი რომ მიხვიდე ჯიმში, შეიძლება ძალიან ჯანსაღი იყოს. ერთი ჭიქა ღვინო ბაშუმ შოტო კვირაში ერთხელ არც არ გიგზავნა. ხო, რა თქმა უნდა. ანუ ჯანსაღი ზღვარი გადის ზომიერებაზე, ხო? მაგრამ ადამიანი გაყუჩებისთვის ნებისმიერ მოქმედებას გამოიყენებს. ნებისმიერ აქტიურობის გამოყენება შეიძლება გაყუჩებისთვის. მაგრამ რა ქნას ადამიანი, მე ხა ცოტა უფრო დიდ კონტექსტში გადავალთ. რა ქნას ადამიანმა, არამც თუ სენსიტიურმა, როგორც მე და შენ ვარ და გზნობიარე, საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა, რომელიც არც ისე სენსიტიურია, მაგრამ არ იცის საკუთარ გზნობებში როგორ იყოს. რომელსაც ბავშვობიდან ეუბნებოდნენ ნუტირი, ნუყვირი, ნუცელკოპ, ნუ გამიწყვიტა სიტყვას, მომისმინე, ეს ჩაიცვი, ეს დაიხურე, ეს ჭამე. აი ამ კონტექსტში ადამიანი, რომელმაც საერთოდ არის თავის გზნობიარობას თან ერთად როგორ იყოს და არც არავინ მის ოჯახში არ ყოფილა ეგეთი, არც სკოლა არ გასწავლის ამას, არც ბაღი არ გასწავლის არავინ არ გასწავლის ამას და ყველა რაღაცა კუთხით რჩები ამ გზნობებთან და საერთოდ არ იცი ამ გზნობებს როგორ ემეგობრო. და მე პრესამ ამ გზნობებს ეხა მივალ პანიკურ შეტევის ახსნამდე. ბარემ თუ ამდენი ვილაპარაკეთ, უნდა ახსნა რა ფენომენია. ანუ ადამიანმა როცა არ იცის როგორ განიცადოს თავისი შიში, თავისი ბრაზი, თავისი სევდა, თავისი ტკივილი, აი ეს ემოციები რო არ იცის როგორ განიცადოს, ერთადერთი გზა რჩება, რომ გაპრესოს ეს ემოცია საკუთარ სხეულში და ქვეცნობიერში. მე მივდივართ ეგეთ წოდებულ ვის რამხელა რეზერვუარი აქ შიგნით. ანუ ზოგს კონტეინერი, მოდი ესე ვთქვათ, რომელშიც პრესავს ამ ემოციას, ზოგს აქვს დიდი კონტეინერი, ზოგს არც ისე. ვისაც დიდი კონტეინერი არ აქვს, ძალიან ადრეულ ასაკში ეს კონტეინერი რო გაივსება,
ეს ემოცია დაიწყებს გადმოღრას. ან მე პატარა კონტეინერი მქონდა? ან შენ რატომაც პანიკური შეტევები დაგიწყო ძალიან ადრე? პირველი, მე შემიძლია 3 ფაქტორი დავასახელო ახლა. პირველი, იმიტომ რომ იყავი სენსიტიური. მეორე, იმიტომ რომ შენ სენსიტიურობას არ ქონდა საკმარისი მხარდაჭერა შენს აღზრდილ ოჯახში და ეს სულაც არა იმიტომ რომ არ უყვარდი და არა იმიტომ რომ შენი მხარდაჭერის მოცემული. უბრალოდ არ ცოდვას პანჩი მივდივარ და მესამე არის რომ შენი კონტეინერები არ არის დიდი. და შენი გადმოღრა მოხდა ძალიან ადრეულ ასაკში. რამე არა ადამიანური ვთქვი ამაში? არა, რა თქმა უნდა. ხო, ეხლა მოდი ვთქვათ, არის ეგ დიაგნოზი? არა. ეს არის ადამიანური მდგომარეობა და მოდი პირდაპირ ვთქვი, ნახე, შენმა ორგანიზმმა იმდენი სტრესი დაიგროვა, რომ ჭირდებოდა სტრესის გადმოცლა. მე მას ვეძახი ავარიული მატარებლებში რო არის ავარიული ისა მუხრუჭი, ხო? ავარიული მუხრუჭი. იმისათვის ორგანიზმმა მოიშოროს გადამეტებული ემოცია და ეს დაღვრილი სტრესი და ემოცია, იმიტომ რომ დაღვრილი ემოცია იწვევს სტრესის დონეების ამაღლებას, რომელიც მთლიანად ანგრევს ჩვენ იმუნურ სისტემას და ტვინი ჭკვიანია და იცის თუ არის ისეთი სტრესი და ხედავს სტრესის დაღვრის არანაირი საშუალება არ არის, შეიძლება ტვინი წავიდეს იმაზე, რომ ამოწიოს მუხრუჭი. მუხრუჭი ამოწევა არის პანიკური შეტევა. პანიკური შეტევა არაფერი არ არის იმის გარდა, რომ ორგანიზმი იშორებს იმ სტრესს, რომელიც არის დაგროვილი. სასიამოვნო შეგრძნებაა, სულაც არა. მაგრამ სასარგებლო ორგანიზმისთვის კი მართლა, ანუ გამოიტანა ყველაფერს. და რო არ თავისუფლდები? ნახე, შეგრძნების დონეზე ხო უნდა გათავისუფლებდეს ჩამოცლა. იმიტომ რომ პანიკური შეტევა რო გადაგიბლის, მე მოდის იმშვი. მაგრამ ქეშინია პანიკური შეტევის გამეორება. კიდე რო გაგიმე ხო? აი შიში რაც თქვი. ეგ კიდე სხვა. მაგრამ ეგ არნიშნავს, რომ ფიზიოლოგიურად შენი სხეული არ დაიცალა სტრესით. ხო, ეგ კიდე სხვა რაღაცა. ანუ მინდა კიდე ერთხელ ხაზი გაუსვა. ასე როგორც მე მესმის და არა ვარ არც ექიმი და არც ისა, მაგრამ მე მგონია, რომ ეს არის სუპერ ჭკვიანი ჩვენი ორგანიზმი, როცა ხედავს სხვა გამოსავალი არა აქვს, რომ სტრესი მოიშოროს, ის ამოწევს სტრესის უკიდურესი განცდის მდგომარეობას, რომ ეს სტრესი მოიშოროს. ბუნებრივი სიგნალიზაციის სისტემასავით არის. ბუნებრივი, ნუ ხო, არეული სიგნალიზაცია, მაგრამ სიგნალიზაცია და ნუ თუ ჩასართველია ჯანდაბას, ანუ სხვა გზა არ არის ჩაირთვეს, იმიტომ რომ უკვე ორგანიზმს არ შეუძლია აკონტროლოს და ტვინს არ შეუძლია აკონტროლოს ამხელა რაოდენობის სტრესი, რომელიც არის გამოწვეული განუცდელი ემოციით. ეს ემოცია გვაწყვება შიგნიდან, ჩვენ არ ვიცით ეს ემოცია როგორ განვიცადოთ, როგორ ვიყოთ ამ ემოციასთან, შესაბამისად რო არ ვიცით იწევა სტრესის დონე და ამ სტრესის დონეს ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება და ეგ არის. ურის. შენ გაქვს რამე ნაპოვნი ამ პანიკურ შეტევასთან გამკლავების უშუალოდ იმ მომენტში, როგორ შეიძლება რომ გაუმკლავდე როგორია? მე მგონია. აი ყველაზე მეტად რა მოქმედებდა შენზე კარგად? პირდაპირ ვიტყვი, უამრავი არის მაგაზე, აი როგორ გითხრათ, დღეს ინტერნეტმა მადლობა და ChatGPT-მ რა ვიცი, ჩაწერე და მილიონ სტრატეგიას ამოგიგდებს. ერთადერთს რასაც შენ მაყურებელს ურჩევდი, რომ ათობით სტრატეგია გამკლავების რომელიც არსებობს, ყველა გამოცადონ სანამ არ იპოვიან იმ სტრატეგიებს, რომელიც მუშაობს მათთვის. ხო. ანუ აუხსნი რა, ვიღაცისთვის ღრმა სუნთქვა და სუნთქვის შეკავება მუშაობს, ვიღაცისთვის მუშაობს დამიწება. ვიღაცისთვის მუშაობს სეირნობა, ვიღაცისთვის მუშაობს სირბილი, ვიღაცის შველის ცივი შხაპი, ან წყლის შესხმა სახეში. ამიტომ ვისაც აქვს ეს გამოწვევა, პირველ რიგში გამოცადოს ის გამკლავების სტრატეგია, ყველა გამოცადოს, ასე ურჩევდი და იპოვოს ის თავისი უნიკალური ბოდიში, ის უნიკალური სელექცია, რომელიც მუშაობს მისთვის, მაგრამ ისე ვიმეორებ, ცხოვრება არ არის ტანჯვა, არავის არ უნდა რომ იტანჯო. ამიტომ აუცილებლად ადამიანი, რომელიც თუნდაც პანიკურ შეტევებს განიცდის, ეს უკვე სიგნალი არის, რომ ორგანიზმი ვეღარ უკლავდება იმ სტრესს, რომელიც არის. ეს აუცილებლად საჭიროებს პირველ რიგში რაღაც თერაპიულ ჩარევას,
და მუშაობა საკუთარ ემოციურობასთან, შეგრძნებებთან, ტრავმებთან და ასე შემდეგ აუცილებელია მუშაობა და ზოგიერთ შეიძლება შემთხვევაში სისტემა იმდენად გადატვირთული იყოს, რომ საჭირო იყოს მედიკამენტოზური დახმარება. ამიტომ ისე ვიმეორებ დღეს ესეთი ტაბუირებული თემა არ არის, მადლობა შენ, მადლობა ნანუკას და უამრავ ადამიანს, ვინც ამ თემაზე ღიად ილაპარაკა და შენს ლაპარაკობ და ალბათ შენი თაობისთვის ყველაზე კარგი იქნება შენი თაობის მოისმინოს ეგ. ეგ არაფერი ისეთი არ არის, თუმცა ისე ვიმეორებ. კეთო, შენს და შენს მომავალ თაობებს, ამის შვილები მყავს სხვადასხვა ასაკის ეკრანში და აი ცხოვრების წესი რომ ცხოვრობ ძალაუნებურად გამოიწვევს სტრესის დონის მომატებას, ამიტომ სტრესის გამკლავება, მე რომ მკითხო, სტრესთან გამკლავება უნდა ასწავლო ყველა ორგანიზაციაში. აი ისევე როგორც ხო არის პირველად დახმარების კურსები. რა ის პირველად დახმარების კურსი? ის შეიძლება 1000-ში ერთხელ გამოგადგეს. სტრესთან გამკლავების კურსები. და ისე ვიმეორებ, ნახე, კეთო, მანდ მივედი, აი როგორც ჭიქაღვინო და ალკოჰოლიზმი და იმამდე მივედი რა. შეხედე როგორ რაღაც არის. სტრესი აუცილებელი არის ჩვენ ცხოვრებაში მოქმედებისთვის და мотиваციისთვის. ანუ სადღაც არის ჯანსაღი სტრესი. უბრალოდ ჩვენ ისეთი ცხოვრებით ცხოვრობთ, რომ სტრესის, ნახე სტრესს აქვს ისეთი გრაფა. ანუ სტრესი უნდა ავიდეს, უნდა იმოქმედოს სტრესის დროს და მე უნდა ჩავიდეს. ჩვენ უკვე იმდენი სტრესორის ქვეშ ვცხოვრობთ, რომ ეს აღარ ჩადის ქვემოთ. და აღარ უძლებს ჩვენი ორგანიზმი ამ სტრესის რაოდენობას, იმიტომ რომ ისე ვიმეორებ, სტრესი არის ჰორმონები, ეს არის კორტიზოლი, ეს არის ადრენალინი, ნორადრენალინი, რომელიც პირველ რიგში სპობს იმუნურ სისტემას. და ჩვენ ამხელა დოზის სტრესით რო დავიარებით, რისკ გვიქმნის გაცილებით უფრო სერიოზული დაავადებების, მით უმეტეს ავტოიმუნურ დაავადებებს გულისხმობ. შესაბამისად, სტრესთან გამკლავება ემოციური ინტელექტის სწავლა. ანუ როგორ უნდა განვიცადო ჩემი ემოციები, როგორ უნდა ვიყო ემოციებთან. აი ამის ყველაფრის სწავლა გახდა კრიტიკული. იმიტომ რომ ისე ვიმეორებ, ხალხო, დამშვიდეთ, ხელოვნური ინტელექტი აგვახევს ყველაფერს, რაც არა ადამიანურია. ანუ რაში სადრე ადამიანს უხდიდნენ ფულს, რასაც დღეს ეს ხელოვნური ინტელექტი გააკეთებს, აწი ჩვენ ფულს აღარ გადაგვიხდია. ამიტომ უფრო მეტად გავხდებით ადამიანურები. უფრო მეტად გავაკეთებთ იმას, რაც მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. რა შეუძლია ადამიანს? ადამიანს შეუძლია კავშირი, დიალოგი, მოსმენა, ემპათია. ამას მანქანა ვერასოდეს ვერ შეძლებს. ეს იმდენად ადამიანურია ყველაფერი, რამაც მანქანები ვერ შეძლებს. ამიტომ ყველა ვშფოთავთ. ჩვენ უბრალოდ მოგშორდება ყველაფერი, რაც ადამიანური არ არის და მეტი არავინ ამაში ფულს იმაზე რომ ალო ვინმე მიგითხას კომპანიაში აღარ გადაიხდიან ფულს. ალო სიტყვის მანქანა. და ბევრ რამეს ხვალ, ყავასაც დაგისხავს მანქანა, სავარაუდოდ ბანკშიც მოხვა მანქანა მოგცემს კეშს და უამრავი რაღაცა მოხდება, რაც მანქანა გააკეთებს, რასაც ადამიანური რესურსი არ ჭირდება. და რასაც ადამიანური რესურსი ჭირდება, არის ყველაზე მეტად არის ადამიანობა. და ვისწავლოთ ეგ ადამიანობა. ხო, იქნებ ეგ მაინც მოგვიტანოს. აუცილებლად მოგვიტანოს, ხო არ არის. ეს შეუცვლელი პროცესია, უკვე დაწყებული. იცი რა ჩამჩა ძალიან რო ახსენე, რომ ჯანმრთელობას აქვეითებს ეს სტრესი. შენ თვლი, რომ შენი სიმსივნის დიაგნოზი ამან გამოიწვია? აჰე, მე ისო დასტრესილი ვიყავი, მაგასაც ვერ ვგრძნობდი. მე იმდენად გაყუჩებული ვიყავი ჩემ ვორკოჰოლიზმში, გაბრუებული ვიყავი ჩემ წარმატებაში და ცოტა ზემოდან რა ვიცი, ხან შოპინგით და ხან მუსიკით და ხან ალკოჰოლით და სხვადასხვა გაბრუებები ვახსენოთ, მაგრამ ძირითადი იყო ჩემი ვორკოჰოლიზმი, გაბრუების და ცხოვრებიდან გაქცევის და გაყუჩების სტრატეგია მთავარი იყო ვორკოჰოლიზმი. მე ამ მდგომარეობაში ვერ ვგრძნობდი, რომ ძალიან გადასტრესილი ვარ. და ბოლო-ბოლო სანამ ამ სტრესმა, დაგროვილმა სტრესმა არხია ჩემ იმუნურ სისტემას და სანამ ჩემმა იმუნურმა სისტემამ ვეღარ მოერია, ჩვენ ხო
მოდი ესე ვთქვათ, კიბოს უჯრედები ყველას გვაქვს. კი. მთელი თემა არის, რომ განა იმ უჯრედები შედის ჩვენ ორგანიზმში, ჩვენი იმუნური სისტემა სუსტდება და ვეღარ ერევა ამ უჯრედებს, ხო? ანუ ვეღარ მოერია ჩემმა იმუნურმა სისტემამ და გამაზა ეგ უჯრედები. მაქედან დაიწყო ალბათ შემოტრიალება მთელი ჩემი ცხოვრების გამოფხიზლება, გამოგვიძება, გადაფასება, რას დავარქვა კიდე. აი რაღაც გარდამტეხი მომენტი დგება, როცა იაზრებ ამ ყველაფერს და გქონდა ის მომენტი, რომ სიკვდილის შიში გქონდა, როცა ეს დიაგნოზი გაიგე, თუ არ ფიქრობდი ამაზე? მე იმდენად სიკვდილის შიში მქონდა, რომ რაღაცა დონეზე ავიკიდე ეგეთი სინდრომი, იპოხონდრია ქვია. იპოხონდრიის სინდრომი ქვია, დროებითი მდგომარეობა მქონდა. როდესაც ჭხილი რო ტკივდება, გონია რომ კვდები. კი. ეგ არის იპოხონდრია. ანუ იმ დონეზე განვიცადე სტრესი და იმ დონეზე შევეჯახე რეალობას. ანუ როგორ არის იცი, ჩვენ ხო ვცხოვრობთ იმ მითის ქვეშ, რომ მე დავიბადე, გავიზარდე, აბაბა, ვიმუშავე, შექმენი ოჯახი, მე რაღაცა დავბერდი და მე მშვიდობიანად მოვკვდი. კი. ამ დროს როცა ეს ბუნებრივი კანონზომიერებით ხდება. ხო, წკაბდა ეგ სცენარი აღარ არის სიმართლე. ძალიან პარადოქსულია ის, რომ მე პირადად უკეთ გამხადა და დღეს იმიტომ ვარ ისე რომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგი, რასაც ვერ ვდგავდი, სწორედ გარდაცვალებასთან შეხებამ. გულისხმობ იმას, რომ ცხოვრობდი ისე როგორც მოგიყევით. ვიყავი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, სხვადასხვა გზებს ვცდილობდი, მაგრამ აქამდე, აი ამ ზაფხულამდეც კი ისე მოვედი, რომ დამოუკიდებლად მე ვერ გადავადგილდებოდი და სულ მჭირდებოდა, რომ ვიღაც სადღაც გამომყოლოდა. და ძალიან საინტერესო ამბავი გამახსენდა, ეხლა დავდიოდი რაღაც კურსებზე ტელესახელოსნოში, სადაც გავიცანი შშმ პირი ბიჭი. იკო. უსაყვარლესი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელიც იმდენად თავისუფალი იყო, რომ ჩემთვის შოკის მომგვრელი იყო. რომ გამოვდიოდით, თან წყნეთის გზაზე იყო ის უნივერსიტეტი, სადაც დავდიოდით და რომ გამოვდიოდით, ის დამოუკიდებლად გამოდიოდა ეტლით, ჭდებოდა ტაქს გამოიძახებდა, ჩვეულებრივ შეესის ხორცებული ქონდა იქ როგორ უნდა გადაადგილებულიყო და მე ამ დროს ვიდექი და ველოდებოდი მშობლებს, რომ მოეკითხათ ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სახლთან ბევრად ახლოს იყო, ვიდრე მის სახლთან ის ადგილი. და კარგად რო გავიცანი და დავმეგობრდით. მორიდებით უთხარი, რომ იცი რა არის თქო, რომ გაკვირდები მეთქი, გონია თქო, რომ შშმ პირი მე უფრო მქვია თქო. იმიტომ რომ მე მაქვს შეზღუდული შესაძლებლობა, შენ არ გაქვს მეთქი, შენ არ იზღუდები, შენ სურვილებს შენ თავს ეკუთვნი თქო და იკო მითხრა, რომ მეც მინდოდაო მაგის თქმა, იმიტომ რომ რო გიყურებდიო, მივხვდიო, რომ მეო ბევრად, ანუ თავისუფლება ეტლს მიღმა. არსებობს და საერთოდ არ არის თურმე შეზღუდული შესაძლებლობა და მე ადამიანი რომელიც ჩვეულებრივ ორგანულად ჯანმრთელი ვიყავი, ყველანაირად ფიზიკურად გადაადგილება შემეძლო, მე უფრო ვიყავი მიჯაჭვული რაღაცა სხვა ფაქტორებს რო აი მიშველეთ და გადაადგილებაში დამეხმარეთ, ვიდრე ის. ეს იყო ჩემი პირველი გამოფხიზლება რაღაც დონეზე. მეორე რაც ვახსენე გარდაცვალება ძალიან ახლო ბავშვობის მეგობარი დავკარგე ამ ზაფხულს ავარიის შედეგად 21 წლის ბიჭი, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციური კავშირი მქონდა და ძალიან მიყვარდა და ყოველთვის მეყვარება, რა თქმა უნდა და ეს იყო ჩემი პირველი შეხება გარდაცვალებასთან. და რომ მივხვდი, რომ ჩემს წინ ხელით შევეხე ამ ყველაფერს მივხვდი, რომ ჩემ წინ იყო ის, რაც ყველაზე საშიშია და ძალიან ახლოს იყო. და მივხვდი, რომ ამის გადატანა და ამის ყურებაც კი როგორც არ უნდა გიმძიმდეს, ადამიანს შეგიძლია და გაქვს რაღაცა ის რესურსი, მაინც რომ იმ მომენტში ფეხზე იდგე და ამ ყველაფერს უყურო. და მივხვდი, რომ როგორ შეიძლება რომ მე ხვალ გავიდე და ტაქსში ვერ ჩავჯდე, იმიტომ რომ მეშინოდეს რომ გზაში პანიკური შეტევა არ დამემართოს. შემრცხვა პირველად დამემართა ეს.
მანამდე ხომ მეუბნებოდნენ ვიღაცები, რომ კარგი რა, შენ ბედნიერი ადამიანი ხარ, ირგვლივ რეები ხდება. არა, ეს რაღაც თეორიული ცოდნა არაფერს არ გაძლევს იმ მომენტში. პრაქტიკაში რო ვნახე ეს ყველაფერი, რომ თურმე რა შეიძლება რეალურად დაგატყდეს ადამიანს თავს ნებისმიერ მომენტში და მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები ვართ, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ არც ერთი დღე და წამი და წუთი გარანტირებული ჩვენს არ გვაქვს. მივხვდი, რომ ძალიან მადლიერი უნდა ყოფილიყავი ყველაფრის, რაც მქონდა. ეს იყო ჩემი პირველადი мотиваცია იმის, რომ მე საჭესთან დავჯექი დამოუკიდებლად და დღეს არავინ არ მჭირდება, რომ დამეხმაროს გადაადგილებაში, როცა ამ ხელა გოგო უნივერსიტეტში ვერ დავდიოდი დამოუკიდებლად, სანამ დედა არ მიმიყვანდა კარებთან. და დღეს მე შემიძლია, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვიყო და არაფრის აღარ მეშინოდეს, იმიტომ რომ მინდა რომ ვიცხოვრო და ვიარსებო. და რო გეშინოდეს აპრობლემაა, რა? ნუ ყოველ შემთხვევაში შიშსაც აქვს თავისი ასე ვთქვათ თავისი რაღაც დონე რა, ანუ ხელს არ უნდა გიშლიდეს ცხოვრებაში. ბუნებრივი შეგრძნება, როგორც უნდა გშიოდეს და გციოდეს, ისევე უნდა გეშინოდეს, მაგრამ სხვა ვერსიაში შემოგთავაზებ, აბა და მოусმინე და როგორ შეგეხმია. იმაქ ჩემი პატარა თეორია დაჯერება რაც გინეს და წარმოიდგინე რა წარმოიდგინე წუთი რომ სულს უნდა რომ ისწავლოს მიიღოს გამოცდილება სიმამაცის ვიყოს მამაცი რა ვარჯიშებს სიმამაცი შენი აზრით? ალბათ ის კუნთები უნდა გაავარჯიშო, რომელიც პასუხისმგებელია, ну კუნთებს ისე ვიძახი, ხო. რომელიც პასუხისმგებელია მერე უკვე შენს იდენტობაზე ალბათ, რომ შენ იყო თვითკმარი ადამიანი, შენ გქონდეს შენი რაღაც მყარი კეთო, ну მოგაბრუნებ. სიმამაცი შიშის გარეშე არსებობს? არა. არ არსებობს. აბა დაფიქრდი. და როცა უფრო ძლიერი შიშია. უფრო ძლიერად რას ავარჯიშე? სიმამაცეს. ეგრე გამოვიდა, კი. მაგაზე არ მიფიქრია. მაგრამ ხო, ფაქტია, მე რაც მოვყევი, ეგ არის მაგის მაგალითი. რაც უფრო მეტი შემეშინდა, უფრო მეტად მივაღწია იმას, რომ დაუბრუნებულიყავი იმ რეალობაში. მოდი პირდაპირ ვიტყვი. ყველას ვისაც ძლიერი შიშია გამოცდილებაში, ყველას აქვს არჩეული თამაში. მოდი ეს PlayStation-ს რო ირჩევდე, ხა რომელი თამაში ვითამაშო. შენ წარმოიდგინე შენი სული თამაშობს PlayStation-ს ახლა. მისთვის ეს მიწიერი ცხოვრება არის PlayStation-ში თამაში. ვიღაცა FIFA-ს აირჩევს, რომ ითამაშოს, ვიღაცა ახლა ჩვენ მე ბიჭურ რაღაცებს ვამბობ, მაგრამ შეიძლება გოგოებსაც შეეხმიანოთ, ხო? სხვა თამაშები არის, ხო? ზოგი Minecraft-ს ითამაშებს, ზოგი FIFA-ს და ზოგი Formula 1-ს. ხო. ხო და ვისაც აქვს არჩეული რომ ისწავლოს სიმამაცე, ანუ მის თამაში არის ფიგურირებს სიმამაცე, მაგას აუცილებლად იქნება ძლიერი შიშები. იმიტომ რომ ნახე იმისთვის რომ შენ რაღაცა კუნთი გაავარჯიშო, პირობითად სატრენაჟერო დარბაზში რომ შედიხარ და კუნთს რო ავარჯიშებ, შენ იმ მომენტში ხა ტრენაჟორს ეჩხუბები? არა, რა თქმა უნდა. ურტყავთ ტრენაჟორს ფეხებს და ხელებს და ბაკუნობ და ეჩხუბები რაპონჩი მატკენ კუნთებსო? ხო, არა. იღებ იმ შედეგს მისგან. ხო, ვიგე, მაგრამ მაშინ შისრატობ ეჩხუბებით. ხო, უბრალოდ აქამდე უნდა მიხვიდე რა ეგ არის, რომ გაიაზრო, იმიტომ რომ იმ მომენტში რთულია. მე მესმის რომ შიში აპარალიზებს ადამიანს, განა ეგ არ მესმის. მე მიუყვები მაგ ლოგიკას. მაგრამ ზუსტად შენ იცი ამერიკის ყვინთავები გამოცდა როგორ აბარებენ იცი? როგორ? აუ ეგ ვიდეო თუ არა გაქვს ნანახი აუცილებლად ვუყურებთ რა.
გამოსთა ბარდება ეს ადამიანი სკაფანდრში ჩადის ქვემოთ და თავს ესხმის 40 ადამიანი. და მოწმდება მისი მდგრადობა სტრესზე. ანუ რამდენად შიში გაიტაცებს თუ არა. არა, საინტერესო. ესე ბარდება გამოცდა. ანუ სინამდვილეში ეს შენ რა გონია რომ სპეცნაზის რეჟიმია? უბრალოდ მას აქვს უნარი რომ ამ შიშთან ერთად იყოს და არ იყოს მართული ამ შიშის მიერ. ამიტომ მეგობრებო, ეს შიში უბრალოდ არის სატრენაჟერო დარბაზში სიმამაცის შტანგა. ძალიან კაი მიდგომა. მეტი არაფერი არ არის და შევხედოთ და უმადლოდეთ ვინმე თქვენთაგანი ამ შტანგას ეჭხუბება სატრენაჟერო დარბაზში რო დადის რაღაც კუნთების სავარჯიშოდ, არა და რატო ეჭხუბებით ამ შიშს? სინამდვილეში ის არის გარკვეული ტრენაჟორი იმისათვის რომ ჩვენ სიმამაცე გამოვიმუშაოთ ჩვენში და არ მივცეთ. თქვათ პირიქით ისე მეშინია ეხლა, აი ამას ვიტყვი რომ ესე მეშინია ეხლა. აი რა დონემდე იცი? ამინდება აი პირზე მაზის ხა ეს ფრაზა აი როგორ უნდა ვიჯვავ ქვეშ ისე მეშინია. და ამას რო იტყვი და მაინც არ გაჩერდები და გააკეთებ იმას ის გაკეთებას გინდა მან ხდები მამაცი. აჰა. ფაქტობრივად ეგრე იყო ჩემი საჭესთან დაჯდომა რა ყველაზე მთავარი. და ამის მაგალითი. და წარმოიდგინე ისე ვამბობ ისე რო არ შემეშინდეს არაკეთო პირიქით შეგეშინდეს მაგრამ ამან არ გაგაჩეროს. კი. რაც უფრო ეწინააღმდეგები უფრო ცუდია უნდა მიიღო რაც მოდის რა ეს შიშიც იმ მომენტში მე რაღაც მომენტში ეს ვისწავლე რომ აი თუნდაც იმ პანიკური შეტევებისას რაც უფრო ვიტყოდი რომ ნუ კაი მოვიდეს და მემართოს და არ მეწინააღმდეგებოდი უფრო მშვიდად გაივლიდა. კი ბატონო მე მეცას გეტყვი დაჯექი ერთ-ერთი ჩემი ტექნიკა არის არავის არ ვახო თავზე მაგრამ დაჯექი და ყველაზე ცუდი სცენარი წარმოიდგინე დახუჭული თვალებით ეხლა ჩვენ ხო ყველა შემოქმედები ვარ და კინორეჟისორები ვარ ხო ჩვენ წარმოსახვა გაგვაჩნია დაჯექმე ერთ-ერთი მეთოდი რომელიც მუშაობს ჩემთვის რაღაცა რომ ამეკვიატება არ ვებრძვი ამას ნუ კაი მოხდეს არა არ მოხდეს არა ჯდები თვალებს ხუჭავ და ხდები კვენტინ ტარანტინო სისხლების ფანტანები მაგარშენ და განვიცდი ამას ხო და როგორც კი განვიცდი, ჩემი სხეული ამ სტრესის დაპროცესებას აკეთებს. და აღარ ჭირდება მას პანიკური შეტევა იმისათვის, რომ დააპროცესოს ეს სტრესი, რომელიც ჩემ ორგანიზმში არის, იმიტომ რომ იმ შიშმა ეს სტრესი უკვე გამოიწვია. მადლობა ამის გაზიარებისთვის, იმიტომ რომ მგონია რომ ბევრს დაეხმარება. მე პირადად ამის გააზრება ძალიან მეხმარება. ხო და რა ვიცი, მე ისე ვიმეორებ, რომ მივიღოთ ჩვენი ადამიანური ბუნება. მივიღოთ ის რომ გზნობიარეები ვართ. მივიღოთ ის რომ შურიანები ვართ ზოგჯერ ბოღმიანები ვართ. ზოგჯერ ბრაზდებით, ზოგჯერ წყინს. და ეს არაფერი სწორი და არასწორი არ არის, უბრალოდ ვეცადოთ, მივცეთ ჩვენ თავს სივრცე ვიყოთ ადამიანები. მე თუ გავბრაზდი, მე შემიძლია ვლეწო ყველაფერი ან შემიძლია ხმამაღლა ვთქვა რომ ეხლა ძალიან გავბრაზდი მე მჭირდება სივრცე წავიდე დავლეწო რა ვიცი ყველაფერი და არავინ არ დავაზიანო და ვიყო ეკოლოგიური ჩემი ბრაზის გამოხატვაში და არ დავაზიანო არავინ ან შემიძლია ვაზიანო ხალხი ჩემს გარშემო ვაზიანო ურთიერთობები რომელიც წლები ვაშენე საკმარისია ერთი კაკალი გავიტაცო გავბრაზდე და შემიძლია წლებით ნაშენები ნალოლიავები ურთიერთობა დავანგრიო უბრალოდ იმიტომ რომ ძლიერ ბრაზს გამიცდი. ხო. და ამის ცოდნა რომ არაფერი არადამიანური იმაში არ არის რომ ძალიან ბრაზდები, ზოგი ბუტია არის მეტად. ზოგი მეტად ბრაზდება. მე მაგათად უფრო ბუტია ვარ. მე გაბრაზება უფრო მიჭირს ვიდრე გაბუტყვა. ამ პონჩი ჩემი აზრით ქალებს უფრო გავარ და შეიძლება ფემინინური ენერგიაც ჩემში მაგ კუთხით ესე ვლინდება. მაგრამ რაღაცა კუთხით ვარჯიშობ იმაზე რომ არ ჩავანაცვლო გაბუტვა, ანუ ბრაზი არ ჩავანაცვლო გაბუტვით. და გავბრაზდე.
და მე რო გავბრაზდები და ბრაზი არის სასიცოცხლო ენერგია რა, სირბილით შემიძლია, ჯიმში წასვლაც შემიძლია, პროექტს ხელი მოვკიდო შემიძლია, ყველაზე მთავარი არის, რომ ეს ძლიერი ფაზა ბრაზის, რომელიც არის, როცა რისკი არსებობს, რომ მე ჩემი თავი დავაზიანო, ან სხვა ადამიანი დავაზიანო, იმ მომენტში ვისწავლო, რომ ის 15 წუთი ის ბრაზი ჯანსაღად განმიცადო. და მე ბრაზი დამიტოვებს ენერგიას, რომელიც მე შემიძლია, რავი, პროექტში ჩავდო, რავი, სავარჯიშოდ გამოვიყენო, რაღაცა სხვაში გამოვიყენო. კი. იცი რა, შეჯამებისკენო წავიდეთ, მაინტერესებს რა შეგიძლია უთხრა ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ეხლა გადიან ამ გზას და ამბობენ, რომ აი, ყველაფერი ვცადე, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა და უიმედოდ არიან. განიცადეთ უიმედობა ცოტა ხანი. ეგეც ემოციაა. ან მოიცადონ და მოვა თავისი. ნახე როგორ რაღაც არის. პირველ რიგში ეგეთ რაღაცას ვიტყვი რა. გზის ძიებაც პროცესია. ისე რომ ახსენე რომ ბევრი ექიმთან ვიყავი, ბევრი იმასთან ვიყავი, და მივაგენი ვიღაცას, ვინც მიშველა სავარაუდოდ თუ დამეხმარა, არ ვიცი როგორ დავარქვა. ეგეც პროცესია რა. ეგეც ცხოვრებისეული გამოცდილება არის, მიხვიდე ვიღაცასთან, ვინც იმედს გაგიცრუებს და განიცადო იმედგაცრუება. რა ეგება შენ თამაში, რაც შენ სულს აკაჩეული იმ PlayStation-ში, რომელშიც ხარ, შენ გაქვს, რომ უნდა განიცადო ამ მომენტში იმედგაცრუება. ჩვენ ვაიმე იმედი დაინგრა ცხოვრება. ერთი ცხოვრების გამოცდილება არის იმედგაცრუებაც, გახარებაც, წყენაც, ბოღმაც, შურიც, ეს არის ადამიანური გამოცდილება. და მივიღოთ ეს ადამიანური ეგეთები ვარ. ხო, ჩვენ არ ვიღებთ ჩვენ თავს, იმიტომ რომ რაღაცა ეტალონს დავსდებთ და იმ ეტალონს თუ არ შევესაბამებთ, უნდა ჭამოთ საკუთარი თავი და ყველა გარშემო. ხო. და რავი, ადამიანები ვართ რა, ხან ბედნიერი ვარ და ხან უბედური ვარ. ხან მიხარია და ხან წყინს, ხან მტირი და ხან ვიღიმით. ეგაა ცხოვრება. ხო. და როგორც აღმოჩნდა, კონტრასტის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ აღვიქვავთ. ანუ თუ არ ვიცით ტკივილი რა არის, სიხარული იმისგან რომ ტკივილი არ არის, არ ვიცით რა არის. ამიტომ ცოტა ხანი უნდა გვეთკინოს და მე ცოტა ხანში მოგვეშვეს და გვიხაროდეს ის რომ მოგვეშვა. ამდენი საუბრის შემდეგ მე მინდა ვთქვა ჩემი დასკვნითი სიტყვაც, რომ მე პირადად ძალიან უცნაურ შეგრძნებას განვიცდიდი მაშინ, როდესაც როცა ვუსმენდი ადამიანებს, ვისაც იგივენაირი გაჭირვება, შიში, პანიკური შეტევა თუ რაც იქნებოდა, ეს ჭირდათ და ისინი ცუდად იყვნენ. რაღაც პერიოდი მეგონა რომ ბოროტი ვიყავ, იმიტომ რომ მიხაროდა რომ ვიგებდი რომ სხვაც ცუდად იყო. და მე მივხვდი რომ თურმე ის კი არ მიხარია რომ სხვა ცუდად არის. ის მიხარია რომ უბრალოდ ეს ჩვეულებრივი ამბავია და ვიგებ რომ მარტო მე არ ვარ ესე და ეს არ არის რაღაც არანორმალური, ეს არ არის სირცხვილი და ჩემი მიზანი დღეს რომ მე თქვენთან და შენთან მესაუბრა ამ თემაზე ზუსტად ეგ იყო რომ ვიღაცა ვინც პატარა ქეთოსავით ეძებს რომ ვაიმე რა მჭირს შეიძლება მე როგორც ექიმი ვერ დაგეხმაროთ, მაგრამ ზოგჯერ ექიმზე მეტად გეხმარება ერთი ჩვეულებრივი ადამიანის გამოცდილება, იმიტომ რომ მასთან უფრო მეტად რეზონირებ, ხო? ძალიან გამიხარდება თუ ერთი ადამიანისთვის მაინც ეს საუბარი იყო სასიამოვნოდ მოსასმენი, რაღაცა ნუგეში მიიღო აქედან და მე პირადად ძალიან ნასიამოვნები წავალ დღეს აქედან და დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადო შენ ამისთვის. რატო 100 ადამიანზე სიამოვნოს და სასარგებლო იყოს ერთი ადამიანი მაი ესეც აი როგორ რაღაც არის აი ეს დაპატარავება რა ერთი ადამიანი მე არ უფასურებ შენ სიტყვებს. თემში ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ გულწრფელები ხშირად არ ვართ და სხვადასხვა ერთმა ადამიანმა მასწავლა ერთი ფრაზა, რისთვისაც ზამადლიერი ვარ ამ ადამიანის. გულწრფელობა იწყება იქ, სადაც აღიარებს საკუთარ არაგულწრფელობას. ამიტომ შენ სინამდვილეში გინდა რომ ბევრ 100,000 და მილიონ ადამიანს დაეხმარო. ესაა გულწრფელობა. და ის როცა ამბობ რომ ერთს მაინც თუ დაეხმარება არის სწორი, იმიტომ რომ უნდა იყოს მორიდებული და თავდაბალი და ისეთი. ნუ იქნები რა, იყავ თქვი ამბიციო, მე მინდა მილიონებს დავეხმარო.
მე მინდა მილიონებს დავეხმარო და ასობით მილიონს და მილიარდსაც დავეხმარო. რატო არა? მაგი არის ზუსტად, როცა მე და მამა გურამი ხშირად ვაპარაკობთ, ეგ არის ზუსტად როგორ ვაპატარავებთ ჩვენ პოტენციალს და როგორ ვაპატარავებთ ჩვენში ღმერთობის პოტენციალს განვითარების რა. ამიტომ მადლობა შენ რომ მომიწვიე. მე მგონია რომ ეგეთი საუბრები ამ თაობისთვისაც სამნიშნავია და არ ჭირდება, აი როგორც შენ ხა მაგალითად ეს პანიკური შეტევა რომ განიცადე 11 წლის ასაკში და მე რომ 37 წლის ასაკში ეს არ ცვლის იმას რომ შენს ადამიანი ხარ და მეც და ყველაფერს თავის დრო აქვს. ამიტომ ვიღაცისთვის დროული იქნება ეს პოდკასტი, როცა უყურებს, იმიტომ სამყარო ჩათვლის რომ ამისთვის ეს სანახავია. ამიტომ მეგობრებო, მოდი მარტივად რა, ვისწავლოთ ჩვენი ადამიანობა და ასე შევძლებთ ჩვენ ადამიანობის შეყვარებას. იმიტომ რომ არ შეიძლება შეიყვარო ის, ვისაც არ იცნობ და ვერ იღებ. ყველაფერი იწყება გაცნობით, მერე მოდის მიღება, არა, ჯერ მოდის გაცნობა, მერე მოდის გაგება, გაგებას მოყვება მიღება, მიღებას მოყვება სიყვარული. და თუ სიყვარულამდე მივედით, ეს სამყარო გახდება სუსხონი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მართლა ძალიან ასიამოვნები ვარ და მგონია რომ ერთგვარი თერაპია იყო ჩემთვის დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი. და მოდი გავთამამდები მაშინ და მე მზად ვარ რომ ძალიან ბევრს დაგეხმაროთ და ველოდები თქვენგან უკავშირს. მინდა რომ გამიზიაროთ თქვენი ისტორიებიც და აუცილებლად როგორც შევძლებ ყველანაირად დაგეხმარებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ ჩემი არხი. დიდი მადლობა. მადლობა.